Ყველას მივესალმები, გისურვებთ საერთო გამარჯვებას, საერთო წინსვლას ცხოვრებაში, ღმერთში გამდიდრებას, გონების დახვეწას და საბოლოო ნეტარების მოპოვებას ვუსურვებ ჩემი ჩათვლით სულ ყველას. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მეტწილად განისაზღვრება ჩვენი სოფომხედველობით. სოფომხედველობა არის ღირებულებების სისტემა, რომელიც ხელმძღვანელობს. ყველაზე ხშირად ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენს ცნობიერებაში ქვეცნობიერად ჩამოყალიბდა გარკვეული რამ, რასაც ჩვენ კარგად, ანუ დადებითად მივიჩნევთ, ან რასაც აც თუ ისე კარგად მივიჩნევთ. და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვაფასეთ სიტუაციას, ანუ ყოველ ჯერზე, როცა ვგრძნობთ თუ განვიცდით, ჩვენი შეფასებები, ჩვენი გრძნობები, ჩვენი გადაწყვეტილებები, ეს ყველაფერი ყოველთვის მომდინარეობს ჩვენი სოფომხედველობის სისტემიდან. ანუ ის არის გარკვეული პრიზმა, რომლითაც ჩვენ სამყაროს ვუყურებთ. თავის მხრივ სოფხედველობა განისაზღვრება ღრმა ღირებულებით. ანუ არის რაღაც სტრატეგიული რამ, რაც ქმნის საფუძველს, კერძოდ ჩვენი ცხოვრების საძირკველს. როგორც უკვე ზემოთ ავნიშნე, ყველაზე ხშირად ეს ფასეულობები ქვეცნობიერში ღრმად არის დალექილი და ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ მათ. მაგალითად, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ძლიერმა სუსტი არ უნდა დაჩაგროს თუ შეურაცხოს. მაგრამ რატომ ხდება ეს ასე? ცოტას თუ შეუძლია ახსნას. ან რატომ არ უნდა აცხენინოს ძლიერმა სუსტს? ისე, იმიტომ რომ ეს კაცი სუსტია. გასაგებია სუსტია და ამიტომ. მაგრამ რატომ არ უნდა აცხენინოს ძლიერმა სუსტს? იმიტომ რომ ეს განპირობებულია გარკვეული ღირებულებითი სისტემის გამო, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ. რომელიც ამბობს, რომ ძლიერი უფრო მეტ ძალას ფლობს და ამიტომ ის უნდა იყოს ყურადღებიანი იმის მიმართ, ვინც უფრო სუსტია და ასე შემდეგ. ადამიანები რა თქმა უნდა ცდილობენ ამის ახსნა მოიძიონ, მაგრამ ვინ თქვა, რომ ძლიერმა არ უნდა შეურაცხოს სუსტი? და რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ღმერთმა თქვა ასე და ამიტომაც ეს ასეა. და სწორედ აქ ჩვენ მივდივართ გლობალურ ღირებულებამდე. ფაქტია, რომ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული შეხედულება აქვს იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს ყველაფრის საფუძველს, რაზეც ცხოვრებაა აგებული. მაგალითად, ჰუმანისტები თვლიან, რომ ყველაფრის საფუძველი საზოგადოებრივი აზრია. ასე ფიქრობს ადამიანების უმეტესობა და სწორედ ამიტომ არის ეს ასე. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში ადამიანების უმეტესობა თვლიდა, რომ ებრაელები უნდა განათურებულიყვნენ. თუ ეს სიმართლეა, თუ ეს მართლა ასეა. და თუ ადამიანების უმრავლესობა ასე თვლის, მართლა აქვს ამ უმრავლესობას მინიჭებული კონდეს უფლება ჭეშმარიტ საბოლოო ხელისუფლებაზე, ანუ ინსტანციაზე? ჩვენ ხედავთ, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ზოროასტრიზმის მიმდევრები და სხვა აღმოსავლური რელიგიები აცხადებენ, რომ ყველაფერი სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლიდან მომდინარეობს. ხოლო სიკეთე და ბოროტება მარადიულია. და ისინი, გახსოვთ ის ნიშანი, ინი და იანი. ისინი ძალიან ახლოს იკვეთებიან ერთმანეთში. და მოკლედ, ვერავინ იტყვის, ან ვის შეუძლია თქვას, რომ სიკეთე ბოროტების გარეშე ვერ იარსებებს. მაგრამ ისინიც კი ხვდებიან, რომ სიკეთე ბოროტებაზე უკეთესია. მაგრამ ვინ თქვა ეს? ეს ძალიან რთულია. ასეთი მიდგომის პრობლემა მხარი საფუძვლის არარსებობაა. ადამიანებს მხარი საფუძველი არ გააჩნით. მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მატერიალისტური შეხედულებით ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი თვლიან, რომ სამყარო მარადიულად არსებული ატომების შემთხვევითი შეჯახების შედეგია. ამ მიდგომას მთელი რიგი სირთულეები ახლავს თან. პირველ რიგში ის სრულიად დაუსაბუთებელია როგორც სამეცნიერო, ასევე ფილოსოფიური თვალსაზრისით. იმისთვის, რომ ქაოსიდან რაიმე მოწესრიგებული სისტემა წარმოიშვას, საჭიროა ინფორმაცია და ძალა, რომელსაც შეუძლია მისი განხორციელება. ეს მიდგომა სრულიად კარგავს ყოველგვარ მორალურ საფუძველს. თუ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ცილოვანი ნივთიერებების ცვლაა, ანუ მეტაბოლიზმია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ცილები ცოცხალ ადამიანში მეტაბოლიზდება თუ მკვდარში? თუ სიცოცხლე უბრალოდ ცილების მეტაბოლიზმია, მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად აზრს კარგავს. გარდა ამისა, ამ პოზიციის მქონე ადამიანები არათანმიმდევრულები არიან. ანუ, თუ ისინი თვლიან, რომ სამყარო უბრალოდ ქაოსია, რომ უჯრედები უბრალოდ შემთხვევით დაუკავშირდნენ ერთმანეთს გარკვეული გზით და ამიტომაც ასეთია დედამიწაზე ცხოვრება დღეს, მაშინ შეუძლებელია საერთოდ რამის თქმა, რომ აი ეს სწორია, ან ეს არასწორია. ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან თუ ცხოვრება ქაოსია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ვლინდება ეს ქაოსი? თუმცა ადამიანების უმეტესობა
ასე არ ცხოვრობს. მაგალითად, ათეისტების ან მატერიალისტების უმეტესობა თვლის, რომ მკვლელობა ბოროტებაა, არა კეთილსინდისიერება კი ცუდი. ისინი ცდილობენ ცხოვრებაში სამართლიანობისკენ ისწრაფოდნენ. რატო ცდილობენ ამის გაკეთებას? იმიტომ რომ სადღაც ქვეცნობიერში, მის სიღრმეში ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ არსებობს უნივერსალური კანონები. მესმის, რომ ახლა ძალიან რთულ საკითხებზე ვსაუბრობ. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ დღეს ვიწყებთ დაბადების წიგნის შესწავლას და არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. დაბადების წიგნის მიზანია გვაჩვენოს, რომ ყველაფერს აქვს საფუძველი. ეს საფუძველი განსაზღვრული, კონკრეტული, ძალიან მყარი და ობიექტურია. უფრო მეტიც, თუ ამ საფუძველს ვერ გავიგებთ, ჩვენი ცხოვრება ხო პირდაპირ მასზეა დამოკიდებული. თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენი ემოციები, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, როგორ ხედავთ ცხოვრების მიზანსა და საზრეს, როგორ აფასებთ, რემ კარგად ჩაიარა თუ ცუდად, როგორ აფასებთ იმას, რასაც მიაღწიეთ და ნამდვილად სასიკეთოა თუ არა. ყოველივე ეს ერთ საკითხამდე დადის. მყარ საფუძვლამდე, იმ საფუძვლამდე, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, რომელზეც თქვენ დგახართ. რა თქმა უნდა, არიან სხვადასხვა ადამიანები უცნაური იდეებით. მაგალითად, ძველად ეგვიპტური მრწამსის თანახმად, ადამიანები ასე ხსნიდნენ, რომ სამყარო რამდენიმე ღმერთის მიერ შეიქმნა. ან კიდევ ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ოდესღაც ქაოსი იყო, შემდეგ ამ ქაოსიდან ერთი გიგანტი ადამიანი გაჩნდა, შემდეგ ეს ადამიანი დაიშალა და მის გულიდან ადამიანები წარმოიშვნენ, მისი ღვიძლისგან მიწა, მის თირკმლებისგან კი ხეები და ფრინველები და ასე შემდეგ. ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ ეს მითებია და რა თქმა უნდა არ გვჯერა მათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს სრულიად განსხვავებული მიდგომა, ეს არის ღვთაებრივი მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფრის დასაწყისი არის ღმერთი, რომელმაც შექმნა. და აქ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხამდე მივდივართ. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთს ყველაფრის საფუძვლად ვაღიარებთ, გულისხმობთ, რომ ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა ცა და დედამიწა, არამედ დაადგინა ყველაფრის წესრიგი, თუ როგორ უნდა არსებობდეს ყველაფერი. თუ იცით ისტორია, როდესაც ვაკვირდებით საზოგადოების განვითარებას, ყველა საზოგადოება, რომელიც ცდილობდა კონტროლის მოპოვებას, ან ყველა იდეოლოგია, რომელიც ცდილობდა საზოგადოებაზე კონტროლის მოპოვებას, ყოველთვის პირველ რიგში ყურადღებას ანიჭებდა ადამიანების რწმენას. საბჭოთა კავშირში მომხდარმა სოციალისტურმა რევოლუციამ ერთ-ერთ პირველ ამოცანად სწორედ ხალხში ღმერთის არსებობის შესახებ წარმოდგენების განადგურება დაისახა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ უბრალოდ არ მოსწონთ ადამიანები, რომლებიც ღმერთის სამთ, ანუ არ მოსწონთ ღმერთის რწმენის იდეა, არამედ ამას კონკრეტულად მიზანდასახული, ფსოფრმხედველობრივი, ანუ იდეოლოგიური მიზეზი აქვს. რადგან თუ ადამიანებს სამთ ღმერთის, რომელმაც ყველაფერი შექმნა და სამყაროს წესრიგი დაამყარა, მაშინ ეს კომუნისტები ან ბოლშევიკები კარგავენ ხალხის მართვისა და კონტროლის ინსტრუმენტს, ვინაიდან მაშინ ისინი ღმერთით იმართებიან. სწორედ ამიტომაც ხედავთ აგრესიულ ანტირელიგიურ პროპაგანდას 1920-იან და 1930-იან წლებში. სწორედ ამიტომ მილიონობით სასულიერო პირი იქნა განადგურებული. ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითობა, ეს არ არის მხოლოდ ტერორი, არამედ ეს იდეოლოგიურად მიმართული ტერორია, რომელსაც საკუთრივ კონკრეტული მიზანი აქვს. ასევე როგორც ჰიტლერმაც რაღაც მსგავსი რამ გააკეთა ნაცისტურ გერმანიაში. ამ სოფხედოლობას ეკლესიის დათგუნვა სურდა, რათა მას უარეყო ცოცხალი ღმერთი, როგორც თავისი უმაღლესი და აბსოლუტური ავტორიტეტი და უბრალოდ მიეტოვებინა. თანაც იმგვარად, რომ ამ ეკლესიას არ ქონოდა საფუძველი და არანაირი ნიადაგი. ზუსტად იგივე ხდება დღესაც. დღეს სამყაროს იდეოლოგია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული. იცამეთ რაც გინდათ და რომელი ღმერთიც გინდათ, გარდა ავტორიტეტული ცოცხალი ღმერთისა, ვინც საუბრობს და ვისი სიტყვებიც ნამდვილად კანონია, თანაც უნივერსალური კანონი ყველასთვის. სწორედ ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ დამეთმო, რათა გვენახა თუ რას ამბობს ბიბლია ამ საფუძვლის შესახებ. არ ვიცი რამდენ დროს მოვანდომებთ, მაგრამ შევეცდებით ამ წიგნს ოდნავ უჩვეულო კუთხით მიუდგეთ. მინდა დავიწყო იოანეს სახარების პირველი თავის, პირველი 4 მუხლის საკითხით. გთხოვთ გადაშალეთ თქვენი ბიბლია. ძალიან საინტერესოა იოანე მახარებელი. ახლა როდესაც კითხულობთ, გახსოვდეთ, რომ ის მეთერზე იყო. და სინოდრიონის წარმომადგენლებმა ერთხელ მის და პეტრეს შესახებ თქვეს, რომ ისინი უციგნურები იყვნენ. ანუ ის უციგნური მეთევზე იყო. და ის, რასაც იოანეს სიტყვებში ვკითხულობთ, არსებითად აღემატება ნებისმიერი ფილოსოფოსის სიღრმეს, სიბრძნესა და სიზუსტეს, რომელიც მასზე ადრე ან მას შემდეგ ყოფილა. მოისმინეთ, რას ამბობს იგი. დასაწყისში იყო სიტყვა ლოგოსი, და სიტყვა ლოგოსი იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან, ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.
მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. იონე აქ იყენებს სიტყვას მიზეზი, რის გამოც მე ფრჩხილებში მოვიხსენიე, როგორც ლოგოსი, არის ის, რომ ეს არის სიტყვა, რომელიც ორიგინალურ ბერძნულ ტექსტშია გამოყენებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამყაროს წარმოშობის შესახებ ყველა ზღაპრული წარმოდგენების შემდეგ გამოჩნდნენ ბერძენი ფილოსოფოსები, კერძოდ ჰერაკლიტე, რომელმაც პირველმა წამოაყენა ეს იდეა. მათ დაიწყეს მრავალფეროვანი ზღაპრული წარმოდგენების ჩანაცვლება იმ მოსაზრებით, რომ სამყარო რაღაც ზეგონიერის მიერ შეიქმნა და მათ ამ ზეგონიერის კონცეფცია ამ სიტყვით ლოგოსით გამოხატეს. მაგრამ თვითონ ეს ადამიანებიც, ეს ფილოსოფოსებიც კი ვერ ახერხებდნენ ამ რამდენიმე მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას. თუ ვინ დგას ამ მაღალ ორგანიზებული ინფორმაციის მიღმა, ვის წინაშე ვაგებთ პასუხს? ეს კითხვა უშუალოდ გამომდინარეობს იქიდან, რასაც ვამბობთ. და აი რას გვამცნობს იოანე მახარებელი. თავდაპირველად იყო სიტყვა. სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან, ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ამ განცხადებაში რამდენიმე ნათელი საკითხია, რომელიც განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს. პირველ რიგში ნათქვამია, რომ იყო დასაწყისი. ანუ არსებობს თეორიები, რომლებიც ამბობენ, რომ მთელი სამყარო ციკლურია. ის უბრალოდ აღმავალ და დაღმავალ ფაზებს გადის. ბიბლია კი ნათლად ამბობს, რომ იყო დასაწყისი. მეორე, აქ ნათქვამია, რომ ყველაფერი ლოგოსით დაიწყო. მესამე, აქ ნათქვამია, რომ ლოგოსი ღმერთია. მეოთხე, აქ ნათქვამია, რომ ყველაფერი რაც კი შეიქმნა, ლოგოსის, ანუ ღმერთის ქმედების შედეგად გაჩნდა. ანუ აქ ჩვენ ვხედავთ ყოფიერების ორ კატეგორიას: ლოგოს, რომელიც ყოველთვის იყო, და ყველაფერს იმას, რაც მისგან წარმოიშვა და დაიწყო არსებობა. ბიბლია საოცრად ზუსტი წიგნია და ის არსებულ რეალობას ასევე ზუსტად ასახავს. ის ღვთის გამოცხადების შედეგია, რომელიც სულიწმინდის, სულიერების ღმერთის განსაკუთრებული მოქმედებით მიიღება. და სწორედ აქ ამ მონაკვეთში იოანე მახარებელი გადმოგცემს ამ 4 მუხლს, რომელიც არის დაბადების წიგნში გადმოცემულის მოკლე შეჯამება. დაუბრუნდეთ დაბადების წიგნს. გთხოვთ, გადაშალეთ ეს წიგნი და თან იქონიოთ, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას დიდ ყურადღებას დაუთმობ. ასე იწყება ბიბლია. დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. აი კვლავ დასაწყისი. ბიბლია კვლავ საუბრობს დასაწყისზე. სხვათა შორის დაბადების წიგნს ორიგინალურ ენაზე, ებრაულ ენაზე ბერეშითი ეწოდება. სიტყვა ბერეშითი ნიშნავს დასაწყისს, დასაბამს. ორიგინალურ ებრაულში ბიბლიას პირველ წიგნს დასაწყისი ეწოდება. ინგლისურად მას Genesis ეწოდება, რაც ლათინური სიტყვიდან გენეზისი მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ ბერძნული ენიდან არის ნასესხები. ეს სიტყვა გენეზისი ერთი ებრაული სიტყვის თარგმანია, რომელიც დაბადების წიგნში მრავალჯერ მეორდება. და ეს სიტყვა არის ტოლიდოთ. სიტყვა ტოლიდოთ ინგლისურად ითარგმნება როგორც წარმოშობა ან წყარო. ანუ დაბადების წიგნი არის დასაწყისისა და წარმოშობის წიგნი. აქ ღმერთი განზრახ ხათავსებს ან წიგნს ბიბლიის დასაწყისშივე, რათა ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები ბიბლიის კითხვას იწყებენ, ისინი ხელახლა იწყებდნენ იმის გადახედვას, თუ რა არის დასაწყისი. თუ დაბადების დასაწყისს გამოტოვებ, შეიძლება მორწმუნე იყო, მაგრამ მხოლოდთვის მცირედ მორწმუნე იქნები და შენს რწმენას საყრდენი არ ექნება. ასევე ყოველთვის ორიენტაცია დაკარგული და დაბნეული იქნებით თქვენ ცხოვრებაში. თქვა წარმომავლობა ტოლედოთ, რამდენიმე ადგილას ხვდება. მე აქ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. დაბადების წიგნის მეორე თავის მეოთხე მუხლში წერია: ეს არის დაბადება ცისა და მიწისა, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას. სიტყვა დაბადება, ანუ წარმოშობა, არის ტოლედოთ, რაც სიტყვით ითარგმნება, ეს არის წარმოშობა. იგივე სიტყვა გვხვდება დაბადების წიგნის მეხუთე თავის პირველ და მეორე მუხლებში, მაგრამ აქ უკვე სხვაგვარად ითარგმნება როგორც გენეალოგია, იგივე რაც წარმომავლობა. ეს არის ადამის წარმომავლობა, ანუ ტოლედოთ, ანუ ადამის გენეალოგიის წარმომავლობა, საიდანაც ადამი მოვიდა. ხოლო მეათე თავის პირველ მუხლში, სადაც აღწერილია ნოეს ძეთა მოდგმა, ეს სიტყვა უკვე არის ნათარგმნი როგორც გენეალოგია. დაბადების წიგნში ათობით მსგავსი პასაჟის მოძიებას შევძლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გვთავაზობს სხვათა და სხვათა გენეალოგიებს და ყველაფერი არის ნათლად წარმოდგენილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის რომ სწორად აზროვნება ვისწავლოთ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის ყველაფერი, რა არის ყველაფრის წყარო, რა არის სამყაროს არსებობის აზრი, რატომ ვარსებობთ ჩვენ, თქვენ და მე, ვინ და როგორ მართავს სამყაროს და რა არის სიცოცხლის ფუნდამენტური ღირებულებები. თითოეულ ამ კითხვას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
როგორც უკვე ვთქვი, თქვენი სიცოცხლე, როგორც აქ დედამიწაზე, ასევე მარადისობაში პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უპასუხებთ ამ კითხვებს. სწორედ ამ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას პავლე მოციქული ათენში ქადაგებისას. არ დაგავიწყდეთ, რომ ის პირველ რიგში პასუხობს კითხვას, თუ ვინ არის ღმერთი, რათა შემდგომ იესო ქრისტეს შესახებ ილაპარაკოს. ანუ, სამყაროს საფუძვლის გააზრების გარეშე შეუძლებელია ადამიანის ბუნების სწორად გაგება, შეუძლებელია ისტორიის სწორად გაგება, შეუძლებელია ხსნის, ანუ გამოსყიდვის სწორად გაგება, შეუძლებელია იმის სწორად გაგება, რაც დღეს ჩემს ცხოვრებაში ხდება. დაბადების სიგნის გააზრების ან მისი დაუფასებლობის გარეშე შეუძლებელია სამყაროს სწორი სურათის ქონა. შეუძლებელია საკუთარი თავის გააზრება და შეფასება ამჟამად. დაბადების სიგნის სწორად გააზრების გარეშე შეუძლებელია ჩვენ გარშემო არსებული რეალობის სწორად შეფასება, სამოქმედო გეგმის შემუშავება, იმის შეფასება თუ საით მიექანება მსოფლიო და ასე შემდეგ. ფსალმუნების წიგნში მეათე ფსალმუნის მესამე მუხში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რაქნას. დღეს ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც საძირკველი უზარმაზარი მასიური თავდასხმის ქვეშაა. და როდესაც საძირკველი დანგრეულია, აზრი არ აქვს ადამიანს უთხრა, მიდით ღმერთთან, თაყვანიეცით ღმერთს, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ესმის ვინ არის ღმერთი. როდესაც ადამიანს თანდათანობით წაართვეს ღმერთისა და რეალობის შესახებ ჭეშმარიტი გაგება და რით ჩაანაცვლეს ის? სწორედ ამიტომაც უნდა შევისწავლოთ დაბადების წიგნი. დღეს ჩვენ ამ წიგნის ზოგად მიმოხილვას შეუდგებით და შევეცდები მოკლედ ვისაუბრო და ორი ძირითადი მიმართულებით განვიხილო. დაბადების წიგნს ორი მიზანი აქვს. პირველი მიზანი ისაა, რომ დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს ღმერთის რეალობას. ის გვანცნობს თუ ვინ არის ღმერთი. აი ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, არ იცის ღმერთის შესახებ. აკვირდება მის ირგვლივ არსებულ სამყაროს, გადაშლის წიგნს, გადაშლის ბიბლიას და ამ ბიბლიაში მან უნდა დაინახოს ღმერთი. მან უნდა შეიცნოს თუ ვინ არის ღმერთი. ვინ არის ის, ვინც ყველაფერი შექმნა? ვინ არის ის, ვინც მის ცხოვრებაში უმაღლესი ხელისუფლებაა? ვინ არის ის, ვინც ერთ დღეს თქვენ და მე პასუხს მოგთხოვს? ეს არის პირველი ამოცანა, რომელიც დაბადების წიგნს ეკისრება. მეორე მიზანია ის, რომ დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს არსებულ რეალობას, ანუ განმარტავს სამყაროსა და სამყაროში ყველაფრის წარმოშობის რეალობას. დღეს ჩვენ მოკლედ განვიხილავთ ამ ორ ასპექტს, რათა დავინახოთ ზოგადი სურათი. და შემდეგ მომავალ კვირას თუ უფალი-ინებებს უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, რათა დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს ელემენტი, თითოეული ეს დეტალი. ამრიგად, დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს ღმერთის რეალობას. ბიბლიის ყველა წიგნი უპირველეს ყოვლისა ღმერთს გვიმჟღავნებს. რატომ? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც საფუძველთა საფუძვლების წიგნი, დაბადების წიგნი ამას განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ახორციელებს. ამის მიზეზი, მეგობრებო, ისაა, თუ როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი, ეს დიდწილად განსაზღვრავს ვინ ხართ და როგორი იქნება თქვენი ცხოვრება. დღეს უკვე განვიხილეთ ღმერთის სხვადასხვა წარმართული წარმოდგენები, რომლებიც მას ადამიანის მსგავს ან რაღაც უპიროვნო არსებად წარმოაჩენენ. ასეთი ღმერთი არ შეიძლება იყოს სიცოცხლის საფუძველი ან საყრდენი. ასეთ ღმერთს არ შეუძლია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა დავამატოთ. ასეთი ღმერთი არ არსებობს. უბრალოდ, ასეთი ღმერთები არ არსებობენ. დაბადების წიგნი კი სრულიად სხვა ღმერთზე საუბრობს. ღმერთზე, რომელიც ადამიანური გადმოსახედიდან შეუძლებელია. ეხლა კი განვიხილავთ ბიბლიური ღმერთის რამდენიმე ძირითად მახასიათებელს და იმას, თუ რას ამბობს დაბადების წიგნი ღმერთზე. როგორც თქვი, ამას ძალიან მოკლედ განვიხილავთ, რათა მოგვიანებით ცოტა უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ. პირველი, რასაც დაბადება ამბობს ღმერთზე, არის ის, რომ ის თითარსებული ღმერთია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რადგან ათეისტები და ასე შემდეგ სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც როცა ცდილობენ მორწმუნეებს დაუპირისპირდნენ და მათთან კამათი წამოიწყონ, ხშირად სვამენ კითხვას: ვინ შექმნა ღმერთი? თუ ყველაფერს აქვს პირველ მიზეზი, თუ ყველაფერი რაღაც მიზეზით გაჩნდა, მაშინ ღმერთსაც უნდა ქონოდა პირველი მიზეზი. ასე რომ, რეალობა ისაა, რომ ღმერთი თავისი ბუნებით თითარსებულია. დაბადების წიგნის პირველი თავის პირველ მოხლი. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა. ბიბლიაში უპირველესად ნათქვამია, რომ ღმერთი ყველაფრის დასაწყისია. ეს სრულიად ნათელია, როგორც უკვე განვიხილეთ იოანე მახარებლის ციტირებით. ეს არის პირველი, რაც უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი არ არის შემთხვევითობა, არც ევოლუცია, არც ხწნადი გიგანტი, არც ზევსი და არც სხვა მითიური არსება. რეალური ღმერთი ყველაფრის სათავე და დასაწყისია. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. პირველი თავი ღმერთს მთელი ქმნილების წყაროდ წარმოაჩენს, ხოლო მეორე თავის დასაწყისში მოსე ამ ღმერთის ხასიათის შესახებ ცოტას გვიყვება. დააკვირდით მეოთხე მუხტს.
ეს არის ცისა და მიწის დასაბამი, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას. თუ ყურადღებით წაიკითხავთ დაბადების პირველ თავს, დაინახავთ, რომ მთელი პირველი თავის განმავლობაში სიტყვა ღმერთი ჩნდება ებრაულ ენაზე ელოჰიმ. ხოლო აქ მეოთხე მუხლში კიდევ ერთი სიტყვა ჩნდება უფალი ღმერთი. სიტყვა უფალი არის იახვე. თქვენ გსმენიათ ეს სიტყვა იახვე ან იეღოვა, რაც ნიშნავს არსებულს. ჩვენ ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია მასზე. ებრაულ ენაში ეს სიტყვა ზმნა, ყოფნაზე არის დაფუძნებული. ამიტომაც, როდესაც ღმერთი მოსეს წარუდგენს თავს და მისი მეშვეობით ისრაელის ხალხს, ის თავის ბუნებას თავისი სახელით განმარტავს. აი მოусმინეთ. და უთხრა მოსემ ღმერთს: აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა მეთქი თქვენთან. და მეტყვიან: რა არის მისი სახელი? რა უთხრა მათ? და უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. ინგლისური თარგმანია I am who I am. ზოგადად სიტყვა იახვეს თარგმნა ძალიან რთულია და ძალიან რთული სათარგმნია. სხვათაშორის ეს სახელი ებრაელებისთვის იმდენად წმინდა თითულება, რომ ისინი მას არ წარმოთქვამენ და მისი წარმოთქმა აკრძალულია. როდესაც ისინი იახვეს მიმართავენ, ისინი ყოველთვის ამბობენ ადონაის. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს სახელი თავისთავად იმდენად დიდებულია, რომ მასთან მიახლოება შეუძლებელია. როგორც უკვე თქვი, ეს სახელი აგებულია ზმნა ყოფნაზე, რუსულად быть, ინგლისურად to be. მისი ძირითადი არსი, მისი ცენტრალური იდეა, ვფიქრობ, ყველაზე ზუსტად არის გადმოცემული როგორც მე ვარ არსებული. ანუ, დამოუკიდებლად არსებული ვინმესგან ან რაიმესგან დამოუკიდებლად. კიდევ ერთხელ, როგორც უკვე გითხარით, ეს მხოლოდ მოკლე პრეზენტაცია ყველაფრისა, რასაც დეტალურად შემდგომში განვიხილავთ. მეორე ასპექტია, თუ როგორ გვიცხადებს დაბადების წიგნი ღმერთს, როგორც სუვერენულ ღმერთს. რას ნიშნავს სუვერენული? სუვერენული სრული დამოუკიდებლობა და უზენაესი ხელისუფლებაა. სამყაროში არ არსებობს არავინ, არაფერი, არც ორგანიზაცია, არც ადამიანთა ჯგუფი, არც ანგელოზები, არც დემონები ან სხვა ვინმე, ვის წინაშეც ღმერთი არის ანგარისვალდებული. თავად ღმერთს აქვს აბსოლუტური ხელისუფლება და აბსოლუტური შესაძლებლობა გააკეთოს ის, რაც სწორად მიაჩნია. აი ეს არის სუვერენულის მნიშვნელობა. ეს კი რეალობაა. ადამიანებს შეუძლიათ იკამათონ, ფილოსოფოსებმა სხვადასხვა თეორია წამოაყენონ. არა, ასე არ შეიძლება იყოს. მაგრამ ასე უნდა იყოს. მაგრამ ასე არ უნდა იყოს. მაგრამ ისე, როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, რეალობას არ შეესაბამება და ასე შემდეგ დაუსრულებლად. მაგრამ ღმერთი აკეთებს იმას, რაც სურს. ზოგს მოსდონს ეს, ზოგს არა. ზოგი კამათობს, ზოგი ამბოხებს, ზოგი ამბობს: არა, ესეთი ღმერთი არ მჭირდება. ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, მაგრამ რეალობა ისაა, ღმერთი არავის ეკითხება თავის საქმეს, ის აბსოლუტურად სუვერენულია. ზუსტად ასე წარმოგვიდგენს ბიბლია ღმერთს დაბადების წიგნის პირველ თავში. დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა, და მიწა იყო უსახურუდაბური და იყო ბნელი უფსკრულის პირზე და სული ღვთისა იძროდა წყლის პირზე და თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო და გაჰყო ნათელი ბნელისაგან. ამ მუხლებს უფრო დეტალურად განვიხილავთ შექმნის შესახებ საუბრისას. მაგრამ შეხედეთ რა ძლევამოსილია ღმერთი. აქ ხედავთ, რომ ის აკეთებს იმას, რაც მას სურს. დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ზოგადად პირველებში აქ არის ნათქვამი, რომ ღმერთი იღებს გადაწყვეტილებას და ის მას ასრულებს. მეორე რიგში აქ აღწერილია პროცესი. ბნელ უფსკრულზე ის ამას აკეთებს თავისი სულის ქროლვით. ღვთის სუნი იძროდა წყალზე. მოდით განვიხილოთ აქ მოცემული სიტყვა. სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე. სიტყვა მიმოქროდა ან იძვროდა გააჩნია ბიბლიის რომელი გამოცემა გავფრთხილთ, არ ნიშნავს სწრაფად ფრენას, არამედ ლივლივს. იმ გაგებით, მსგავსად იმისა, როგორც კროხი, ისე ერთხა გარშემო ამ წყალს. ამგვარად აქ შექმნის პროცესი აღწერილი. ღმერთმა სულის მეშვეობით იმოქმედა მატერიაზე, რის შედეგადაც მისგან დედამიწა წარმოიშვა. შემდგომ ნათქვამია: თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი, რაც ნიშნავს, რომ ღმერთმა წარმოქმნა. მან უბრალოდ ნატურა კი არა ანთო, არამედ მან თავად აღძრა სინათლის ფენომენი. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ღმერთის განუსაზღვრელ პოტენციალზე მეტყველებს. ანუ ჩვენ ფუნქციონირებთ დედამიწის საზღვრებში, სინათლის საზღვრებში, გრავიტაციის საზღვრებში, მატერიალური შეზღუდვების საზღვრებში, ბუნების კანონების საზღვრებში, მაგრამ ღმერთია ის, ვინც ამ ყველაფერს ქმნის. მან შექმნა ისე, როგორც მას სურდა. მან ეს ისე შექმნა, როგორც 2-ს მიუმატოთ 2 უდრის 4-ს და ამას ვერავინ შეცვლის.
არავინ მოიპოვება, ვისაც შეუძლია ღმერთს კონკურენცია გაუწიოს. უпростоრად, ბევრია, ვინც ღმერთს ეჯიბრება, მაგრამ ვერავინ შეძლებს ამის წარმატებით გაკეთებას. შეგიძლიათ უკმაყოფილო იყოთ იმით, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. შეგიძლიათ უკმაყოფილო იყოთ იმით, თუ როგორ შექმნათ თავად თქვენ, მაღალი თუ დაბალი. თქვენი ნებაა როგორც გსურთ. ეს აბსოლუტურად არაფერს ცulis. და რატომ? იმიტომ რომ მან გადაწყვეტა ესე და არც შენთვის უკითხია და არც სხვისთვის. ღმერთი სუვერენულია. ღმერთი ქმნის სამყაროს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. ღმერთი ცოდვილ ადამიანებს განსჯის და სამოთხიდან აძევებს. ამას ისე აკეთებს, როგორც თავად თulis საჭიროდ. ღმერთი წარღვნით ანადგურებს დედამიწას, მან გადაწყვეტა და მან ეს შეასრულა. ღმერთი აურევს ბაბილონელთა ენებს და მათ თანამშრომლობის უნარს ართმევს. ღმერთი ჭებს აბრაამს და მასთან აღთქმას დებს, ამასაც ისევ თავად წყვეტს. ღმერთი თავისი ნებით ისააკსა და იაკობს რთულ, უკიდურესად რთულ გზაზე მიუძღვება, რათა მიაღწიონ მის მიერ დასახულ მიზანს. ეს არსებობის საფუძველია. დაბადების წიგნი გვიჩვენებს, რომ ღმერთი ყველაფერს განაგებს. მესამე, რასაც ღმერთის შესახებ დაბადების წიგნში ვხედავთ, არის ის, რომ ღმერთს წარმოგვიდგენს როგორც შემოქმედს. ის ქმნის სამყაროს არაფრისგან, უხილავიდან ქმნის ხილულს. ეს არის მისი ძირითადი განსხვავება ადამიანებისგან, ვინაიდან ადამიანები შექმნილნი არიან ღვთის ხათად და მსგავსად და მათაც შეუძლიათ ქმნადობა, მაგრამ მხოლოდ იმისგან, რაც უკვე შექმნილია. ადამიანებს კი არ შეუძლიათ არაფრისგან შექმნან. ღმერთი არაფრისგან ქმნის და არა მხოლოდ არაფრისგან ქმნის, არამედ ქმნის კანონების მთელ სისტემას, რომლის ფარგლებშიც არსებობს ყველაფერი, რაც შექმნილია. ეს არის მისი ძირითადი განსხვავება ადამიანებისგან, ვინაიდან ადამიანები შექმნილნი არიან ღვთის ხათად და მსგავსად და მათაც შეუძლიათ ქმნადობა, მაგრამ მხოლოდ იმისგან, რაც უკვე შექმნილია. ადამიანებს კი არ შეუძლიათ არაფრისგან რაიმე შექმნან. ღმერთი კი არაფრისგან ქმნის. და არა მხოლოდ არაფრისგან ქმნის, არამედ ქმნის კანონ-წესების მთელ სისტემას, რომლის ფარგლებშიც არსებობს ყველაფერი, რაც შექმნილია. და ეს უკანასკნელი სრულიად მთელ სამყაროს მოიცავს. უფრო მეტიც, ღმერთი ქმნის სიტყვით. ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ვინაიდან სიტყვა ინფორმაციის მატარებელია, ინფორმაციისა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. კიდევ ერთხელ, როდესაც რეალობის ახსნას ბიბლიური კუთხით განვეხილავთ, ის ძალიან ზუსტად შეესაბამება იმ სინამდვილეს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ვუყურებთ, რა ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს, ხედავთ, რომ მომ ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომელიც მას განმარტავს. დაუბრუნდეთ დაბადების წიგნის პირველი თავის მესამე მუხლს და თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. ის სიტყვით ქმნის. შემდგომ მეექვსე მუხლი. თქვა ღმერთმა, იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გახოს წყალი წყლისგან და შექმნა ღმერთმა მყარი და გახარა მყარს ქვემოთა წყლები, მყარს ზემოთა წყლებისგან და იქმნა ასე. მან სთქვა და ახსოვდა. უწოდა ღმერთმა მყარს ცა, იყო საღამო და იყო დილა, მეორე დღე. ამგვარი მტკიცებულებებით სავსეა პირველი თავის მუხლები. ხოლო მე-11 მუხლში შემდეგ თქვა ღმერთმა, აღმოაცენოს მიწა მცენარეული, ბალახი, თესლის თესველი. და ისევ ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ ღვთის სიტყვის მოქმედების სრული სირთულე. მაგრამ არსებობს მექანიზმი, რაღაც ის, რაც ჩვენთვის გაუგებარია, მაგრამ ღმერთისთვის სრულიად გასაგები, რომლითაც მისი სიტყვა რეალურად იწვევს დედამიწის მიერ ბალახის აღმოცენებას. და აღმოაცენა მიწა მცენარეული, ბალახი, თესლის თესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. აქ ყურადღება მიაქციეთ ჯიშის სახეობას და არა მხოლოდ ბალახს, რომელიც ყველგან ამოდის, არამედ არის სხვადასხვა გვარი ხეებიც თავისი ჯიშის მიხედვით. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ანუ ღმერთი ქმნის სიტყვით, ღმერთი ქმნის მრავალფეროვნად, ღმერთი ქმნის ძლევამოსილად, ღმერთი ქმნის გონივრულად, ღმერთი ქმნის მოწესრიგებულად, ღმერთი ქმნის თანმიმდევრულად. კიდევ ერთხელ, თუ ღმერთი ინებებს, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ისევ. მეოთხე ასპექტი, დაბადების წიგნში წარმოდგენილი ღმერთი პიროვნებაა. ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. და სად ხედავთ ამას? ბერძენ ფილოსოფოსებიც კი, რომლებიც ბევრად აღემატებიან ყველა იმ მითების მორწმუნეებს, ცდილობენ დავუარწმუნონ, რომ არსებობს ზეგონება, მაგრამ უარყოფდნენ მის პიროვნულ ბუნებას. ბიბლია კი ამბობს, რომ ღმერთი დასაბამიდან პიროვნება იყო. პირველად, სად ხვდებით ამას? როცა ვკითხულობთ მე-20 მუხლს, სადაც ის ამბობს, და თქვა ღმერთმა,
უფრო მეტიც, ღმერთი შემფასებელია. ვნახოთ 21 მუხლი. შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ანუ ღმერთი ქმნის სიტყვით, ის ლაპარაკობს და სიტყვებს წარმოთქვამს და სიტყვიდან ჩნდება ქმნილება და მას შეუძლია შეხედოს და ის გადაწყვეტილებას იღებს, რათა შეაფასოს, რომ ეს კარგია. ასევე იცით, რომ ღმერთი აკურთხებს. 22 მუხლში ვკითხულობთ და აკურთხა ისინი ღმერთმა. კურთხევა კი მხოლოდ პიროვნებას შეუძლია. ღმერთი გადაწყვეტილებას იღებს. ეხლა წავიკითხოთ 26 მუხლი. და თქვა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად და ბატონობდეს თევზებზე, ზღვაში და ცის ფრინველებზე და პირუთხზე, მთელს ქვეყანაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იზურის მიწაში. ანუ შეხედეთ, აქ ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, ღვთაებრივი სამების წიაღში გამართულ თათბირზე, რომლის დროსაც შეფასდება სიტუაცია, მიიღება გადაწყვეტილება და მოქმედება ხორცელდება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ეს არის პიროვნება. შემდგომ ღმერთი მბრძანებელია. წავიკითხოთ 21 მუხლი. დააკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას. ანუ ღმერთი აქაც როგორც პიროვნება საუბრობს, აფასებს, აკურთხებს, გადაწყვეტს, ქმნის და ბრძანებს. და ეს ჩამონათვალი შეგვიძლია დავაგზელოთ, ღმერთი ამყარებს კავშირს, ხო გახსოვთ, როდესაც იგი ადამთან და ევასთან ურთიერთობს. ღმერთი აღთქმას დებს. ჩვენ ხედავთ აღთქმას ნოესთან, აღთქმას აბრაამთან, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ღმერთი გაჟჯის, ღმერთი ჟჯის, ეს ყველაფერი ღმერთზე როგორც პიროვნებაზე მიგვითითებს. მეხუთე. ღმერთის მახასიათებელი, რომელსაც ამ წიგნში ვხედავთ, რომ ღმერთი წმინდაა. რას ნიშნავს ეს? სიწმინდე სრულყოფილების უმაღლესი ხარისხია ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფეროში. ანუ ეს არის ყოველგვარი არასრულყოფილების სრული არარსებობა. ეს არის სრული და აბსოლუტური შეუთავსებლობა ცოდვასთან. შემდგომ ღმერთის აბსოლუტური სიზუსტე. სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდა ღმერთი პირველ ადამიანებს. დაბადების მეორე თავი მე-16 მუხლი. და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამიანს: ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები. ღმერთი აქ ცოდვის დაუშვებლობაზე საუბრობს და თანაც ცოდვის აბსოლუტურ დაუშვებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ფრაზა სიკვდილით მოკვდები ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც შენ უეჩველად მოკვდები. მოკლედ, შანსი არ დაქვს რომ არ მოკვდე. ისევე როგორც თითქოს მაღალი ძაბვის ბოძზე არის ნიშანი წარწერით: არ შეეხო მოკლავს. და ზოგჯერ მასზე ელვა ან ხანდახან თავის ქალაა გამოსახული. საქმე იმაშია, რომ თუ მაღალ ძაბვას შეეხებით, მოკვდებით, გადარჩენის შანსი არ გაქვთ. სწორედ ამას აფრთხილებს ღმერთი ადამიანსა და ევას. როცა ამბობს სიკვდილით მოკვდები, ესე იგი აბსოლუტური სიზუსტეა, რომ მოკვდები. მთელი წიგნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ამ სიტყვების დადასტურებას, როცა ღმერთი ადამიანსა და ევას სამოთხიდან გააძევებს. ზოგი შეიძლება ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ეს არის ღვთის ბუნება. ღმერთი წყალდიდობით ანადგურებს წარღვნამდელ სამყაროს, ხოლო სოდომსა და გომორას ცეცხლითა და გოგირდით განსჯის. ჩვენ ვხედავთ, როგორი არის ღმერთი, უსაზღვროდ მართალი, აბსოლუტურად სამართლიანი და რომ მასთან კამათი შეუძლებელია. ვინც მის წინააღმდეგ გაჯანყდება, აუცილებლად დამარცხდება. ღმერთი აუცილებლად ყველას მისი საქმეებისამებრ მიუძღავს. ღვთის ნორმების ნებისმიერი დარღვევა აუცილებლად ისჯება. სწორედ ამას ამბობს დაბადების წიგნი. მე-6 თვისება, რომელსაც დაბადება გვეუბნება, არის ის, რომ ღმერთი კეთილი ღმერთია. შეხედეთ მესამე მუხლს, რასაც ის აკეთებს, კარგია. და თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო. თუ გააგზელებთ ამ წიგნის კითხვას ბოლომდე, დაინახავთ, რომ მასში 7 ჯერ არის ნახსენები სიტყვა კარგია. ღმერთი ქმნის და შედეგს გარდათ აფასებს. შემდეგ იგი კვლავ ქმნის და კვლავ აფასებს, რომ ძალზედ კარგია. იხილეთ 31 მუხლი. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა, მე-6 დღე. ღმერთი ქმნის სიკეთეს მაშინაც კი, როდესაც ეშმატის ბადეში გახვეული ადამიანები მის წინააღმდეგ ჯანყდებიან და ის მაინც ზრუნავს მათ კეთილ დღეობაზე. გაიხსენეთ, თუნდაც როდესაც იგი ადამიანსა და ევასთვის სამოს ამზადებს, იმათთვის, ვინც სიკვდილით მოკვდებიან,
იმათთვის, ვინც მისი სიწმიდე ხელყვეს. და არა მხოლოდ კერავს მათთვის ტანსაცმელს, არამედ გახსოვთ, მაშინვე ამბობს: ერთ დღეს მე მოვავლენ ხსნას ქალის თესლიდან. ღმერთი გვაჩვენებს, თუ რაოდენ საოცრად კეთილია იგი. ამას ხედავთ დაბადების წიგნის მთელ რიგ ადგილებში. ყურადღებით წაიკითხეთ მისი დამოკიდებულება აბრაამის, ისაკის, იაკობისა და იოსების მიმართ და გაოცებულები ვართ, თუ რაოდენ სულგრძელია ღმერთი და რაოდენ კეთილია იგი. ბოლო მახასიათებელი, რომელსაც დაბადების წიგნი გვიჩვენებს, არის რომ ღმერთი მხსნელი ღმერთია. ღმერთი ადამსა და ევას ცოდვა დაცემის შემდეგ იხსნის, ჰაპირდება რა მათ მხსნელს. იხილეთ მესამე თავი, მე-15 მუხლი. ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესსა და მის თესს შორის. ის თავს გიჭეჭავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე. ღმერთი გადაარჩენს ნოეს, როდესაც მთელი გახცნილი კაცობრიობა განადგურდება. ღმერთი იხსნის აბრაამს სრულღმერთების თაყვანისცემისგან და მას ქალდეველების ურიდან გამოიყვანს. ღმერთი იხსნის ისააკს ვერძის მსხვერპლად შესაწილად გაგზავნით, მაშინ როცა აბრაამს მისი მსხვერპლად შეწირვა ევალებოდა. ღმერთი იხსნის იაკობს საკუთარი მცდელობებისგან მოაწესრიგოს საკუთარი ცხოვრება და წარმატებას თვალთმაქსობით მიაღწიოს. ღმერთი იხსნის იოსებს იმ ბოროტებისგან, რომელიც მის ძმებს მისთვის ჰქონდათ განზრახული. პოტიფარის ცოლის ვერაგობისგან, ცდეთუხუცესის გუნგრილობისგან, გახსოვთ, ვინც დაივიწყა იგი საპყრობილეში. ღმერთმა იხსნა ისრაელი შიმშილისგან. დაბადების 50 თავი, მე-20 მუხლი. აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთეთ მოაქცია იგი, იძახის იოსები. აი ამგვარად წარმოგვიდგენს დაბადების წიგნი ღმერთის მახასიათებლებს შემდეგი სიის სახით. პირველი, ის თვითარსებული ღმერთია. მეორე, ის სუვერენულია. მესამე, ის შემომქმედია. მეოთხე, ღმერთი პიროვნებაა. გარდა ამისა, ის წმინდა ღმერთია, ის კეთილი ღმერთია და ის მხსნელია. სწორედ ამ ღმერთზე ვისაუბრეთ ამ წიგნის შესწავლისას. ახლა კი რამდენიმე სიტყვა ამ წიგნის მეორე ასპექტის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ღმერთს გვამცნობს, არამედ სამყაროს წარმოშობას გვიმხელს და მის მნიშვნელობას გვიხსნის. ეს გვჭირდება, რათა ვიცოდეთ, როგორ გავიკვალოთ გზა აქ დედამიწაზე. ეს არის ერთადერთი ახსნა, რომელიც ბუნებაში არსებობს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სამყაროს მთლიანი სურათი, რომელიც არსებულ რეალობას შეესაბამება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, აიღეთ ბიბლია, შეისწავლეთ, გამოიკულიეთ იგი და შეადარეთ ნებისმიერ სხვა მოდელსა თუ სამყაროს წარმოშობის სხვადასხვა თეორიას. მეგობრებო, ბიბლია არის ერთადერთი წიგნი, ერთადერთი თეორია, ერთადერთი სისტემა, რომელიც შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ გარშემო არსებულ რეალობაში ვხედავთ. ბიბლიაში რამდენიმე ძირითადი ელემენტია წარმოდგენილი. პირველ რიგში ეს არის ცისა და მიწის წარმოშობა. დაბადების წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის მიწის მფლობელია. თქვენ ხო გესმით, რომ ვინც რა შექმნა, მისი მფლობელიც ის არის. ეს ასე უნდა იქნას გაგებული. იგი სამყაროს მთავარი კონსტრუქტორია და მან განსაზღვრა მისი ბუნება ისეთად, როგორიც არის. მან დაადგინა კანონები, რომლითაც ის არსებობს. მან განსაზღვრა არსებობის პარამეტრები, მიზანი და მნიშვნელობა. მეგობრებო, სამყარო არ არის ჰელიოცენტრული, როგორც ზოგიერთ ეგონა, რომ ის მთლიანად მზის გარშემო ბრუნავდა. არც გეოცენტრულია. ესე იგი, სამყარო დედამიწის გარშემო არ ბრუნავს. და არც ანთროპოცენტრულია, ანუ არც ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს. არამედ სამყარო არის თეოცენტრული, ანუ ღმერთი არის რეალობის საწესპესი. და მხოლოდ მაშინ, როდესაც გავაცნობიერებთ იმას, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა და იმასაც, თუ რისთვის შექმნა იგი, ჩვენ გვექნება სწორი დამოკიდებულება დედამიწისა და ბუნების მიმართ და არ დავიწყებთ ბუნების თაყვანისცემას მრავალი ადამიანის მსგავსად. არამედ, ამავდროულად, ჩვენ მასზე სათანადოდ ვიზრუნებთ იმის შესაბამისად, როგორც ღმერთმა შექმნა იგი და როგორც ღმერთი მოგვანდობს მას. ეს ძალიან პრაქტიკულია. მეორე რიგში, დაბადების წიგნი განმარტავს ადამიანთა წარმოშობას. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ფილოსოფოსები განუწყვეტლად ცდილობდნენ კითხვაზე პასუხის გაცემას. ვინ ვართ ჩვენ? რა არის ჩვენი იდენტობა? რას ნიშნავს სინამდვილეში იყო ადამიანი? ბიბლია ამბობს, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ღვთის მსგავსად ადამიანი არის პიროვნება, რომელსაც შესწევს უნარი იაზრონოს, იგრძნოს, ისურვოს, შეაფასოს, მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს. ეს ფუნდამენტურად განასხვავებს ადამიანს ცხოველებისგან.
სწორედ ამიტომ არის ევოლუციის თეორია არასწორი და სრულიად შეუსაბამო რეალობასთან, რადგან ჩვენ საქმე არ გვაქვს უბრალოდ მაღალ ორგანიზებულ ცხოველთან, როგორც ადამიანებს ხშირად წარმოაჩენენ. ჩვენ სრულიად სხვა სახის ქმნილებასთან გვაქვს საქმე. ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით და რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ თუ ვინ არიან, ისინი შემოქმედმა შექმნა, რომელმაც განსაზღვრა მათი დანიშნულება და არა მარტო. შემოქმედმა განსაზღვრა თქვენი არსებობის აზრი დედამიწაზე. რაც უფრო ზუსტად გაიგებთ ამას და რაც უფრო ჰარმონიულად იცხოვრებთ ამ მნიშვნელობით, მით უფრო მარტივი, ეფექტური, ნაყოფიერი, მდიდარი და კურთხეული იქნება თქვენი ცხოვრება. ბიბლია ამას ვრცლად განმარტავს. უფრო მეტიც, როდესაც ღმერთმა ადამიანების შექმნა, მან ისინი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. აქ ნათლად არის ხაზგასმული, რომ ისინი კაცად და ქალად შექმნა. კიდევ ერთი უდიდესი ჭეშმარიტებაა, რომელიც დღეს მასობრივი თავდასხმის ქვეშაა. და დღეს ეგრეთ წოდებული პროგრესული კაცობრიობა ამტკიცებს, რომ კაცისა და ქალის ცნებები მხოლოდ სოციალური აღზრდის პროდუქტია. ამიტომ ისინი ცდილობენ ყველა დაარწმუნონ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვეტოს, თუ ვინ არის, კაცი, ქალი თუ სხვა რამ. სამწუხაროდ, ეს მეინსტრიმი სულ უფრო და უფრო მეტად გავრცელებული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თანდათან ზოგად თეორიად იქცევა. ის ძალიან ფართოდ არის გაბატონებული და მიღებულია უამრავი ადამიანის მიერ. ყოველივე ამის საპირისპიროდ, ბიბლია, კერძოდ დაბადების წიგნი, თვალნათლივ ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა კაცი და ქალი. ღმერთს აქვს განზრახვა კაცისთვის, მამაკაცურობისთვის და ჩანაფიქრი ქალისთვის. სწორედ ამიტომ ამბობს მეათე ფსალმუნიდან მესამე მუხლი. თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას. სწორედ ამიტომაც ინგრევა დღეს საძირკველი. ირღვევა რა ღმერთის უფლება განსაზღვროს ეს რეალობა, შემდგომ თავად რეალობაც ირღვევა. რეალობა იმისა, თუ ვინ არის მამაკაცი და ვინ არის ქალი. გარდა ამისა, დაბადების წიგნი ასევე განმარტავს ადამიანური ოჯახის წარმოშობას, კაცისა და ქალისას, კერძოდ და კონკრეტულად მათ შორის ურთიერთობის წარმოქმნას. ბიბლია წარმოგვიდგენს ოჯახის ბუნებას, ერთი კაცი, ერთი ქალი, მთელი ცხოვრების მანძილზე. ასევე განმარტავს მის მიზანს, კერძოდ იმას, რომ ოჯახი საუკეთესო ადგილია ერთმანეთის მიმართ ხალისიანი და მოხარული მსახურებისთვის. რომ ოჯახი საუკეთესო გარემოა მამაკაცსა და ქალს შორის კომუნიკაციისთვის და რომ ოჯახი ახალი ადამიანების ამ ქვეყნად მოვლენის საშუალებაა. ოჯახი იესო ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ანარეკლია. გარდა ამისა, დაბადების წიგნი გვიხსნის ცოდვის წარმოშობას. ეს რეალობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. დაბადების წიგნი გვთავაზობს მსოფლიოს პრობლემების ძალიან ლოგიკურ, რაციონალურ და ფაქტობრივ, ანუ რეალისტურ ახსნას. მსოფლიოს კი უამრავი პრობლემები აქვს. ჩვენ ცხოვრობთ ურთულეს სამყაროში. ერთის მხრივ ის ისეთი მშვენიერია, უამრავი, ყველანაირი კურთხევით და თან ესეთი მრავალფეროვნებით, როგორიცაა სილამაზე, ჰარმონია, კმაყოფილების სხვადასხვა ფორმა, სიამოვნება, სიყვარული, მზრუნველობა, სიკეთე, ყურადღება, მიმღებლობა, ურთიერთმხარდაჭერა, გულწრფელობა, ერთგულება, თავდადება. ეს მხოლოდ რამდენიმე თვისებაა, რომელიც სიხარულს გვანიჭებს, სამყაროში ცხოვრების სიხარულს გვიჩვენებს. ან თუნდაც განვიხილოთ სილამაზის სხვა ფორმები, ხმების სილამაზე, ბუნების სილამაზე, ბუნების ძალა, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ადამიანების სილამაზე, ხასიათის სილამაზე, შემოქმედების სილამაზე. ესია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. სამყარო ლამაზია, მშვენიერია. ცხოვრებაში უამრავი სილამაზეა, მაგრამ ამავდროულად მთელი ეს სილამაზე ძალზედ პირქუშია. ჰარმონიის ნაცვლად ჩვენ კონფლიქტს ხედავთ. იმის ნაცვლად რომ კმაყოფილება მივიღოთ შემოქმედებითი პროცესისგან, მხოლოდთვის რაღაც გვაფერხებს. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც არის ტკივილი, კატასტროფა, ავადმყოფობა, სასიკვდილო დაავადება, საბოლოო ჯამში სიკვდილი. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ამინდი ხშირად ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები ჩვენს მიმართ უსამართლოდ იქცევიან, სადაც ზოგიერთი ადამიანი სხვებს ჩაგრავს და ავიწროებს, როდესაც ისინი ბოროტებას ჩადიან, როდესაც ისინი ექსპლუატაციას უწევენ ადამიანებს, როდესაც ისინი სხვებს ამცირებენ, როდესაც ისინი სხვებს დასცინიან, როდესაც ისინი უბრალოდ სარგებლობენ უპირატესობით და სხვებს აიძულებენ გააკეთონ ის, რაც მათ სურთ. ეს ყველაფერი ხდება იმავე დედამიწაზე. ამიტომ
როდესაც ფილოსოფოსები და სხვადასხვა რელიგიური პირები ამ რადიკალურად წინააღმდეგობრივ სურათს უყურებენ, ცდილობენ როგორმე შეათანხმონ იგი, რომ აზრი გქონდეს და გაარკვიონ, თუ რატომ ხდება ეს. ბიბლია ერთადერთი წიგნია, კერძოდ დაბადების წიგნი, რომელიც ამ კითხვას ამომცურავად პასუხობს. მაშინ ათქვამია, რომ ღმერთმა სამყარო საოცრად ლამაზი, ჰარმონიული და კარგი შექმნა, მაგრამ ცოდვა გაჩნდა. და ცოდვა გახდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მიზეზი. და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და კარგად გავისიგრძეგანოთ. ამაში კი დაბადების წიგნი გვეხმარება და გვიხსნის, თუ რა არის ცოდვა, როგორ იშვა ის, ანუ როგორ შემოვიდა, როგორია მისი ბუნება და პრაქტიკული გამოვლინება და რაც ყველაზე უმთავრესია, როგორ ვებრძოლოთ ცოდვას. ხოლო ბიბლია გვაძლევს სრულყოფილ ახსნა განმარტებას სამყაროში არსებული ტანჯვისა და მწუხარების, ბოროტების პრობლემის შესახებ და ასევე თუ რატომ არსებობს ბოროტება მსოფლიოში. ამის ახსნა მთელი თავისი არსით გადმოცემულია დაბადების წიგნში. მეოთხე, ბიბლია მოგვითხრობს არა მხოლოდ ცისა და მიწის წარმოშობის, არა მხოლოდ ადამიანების წარმოშობის, არა მხოლოდ ცოდვის წარმოშობის, არამედ ცივილიზაციის წარმოშობის შესახებაც. ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომელსაც დაბადების წიგნი რამდენიმე თავს უთმობს. იხილეთ მეოთხე თავის მეორე ნახევარი. შემდეგ ვხედავთ წარღვნამდელ ადამიანებს. შემდეგ ვხედავთ სოდომს და გომორას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ ცივილიზაციის განვითარებას. ცივილიზაცია არა მხოლოდ ტექნოლოგიური ფენომენია, არამედ ის ასევე სულიერი ფენომენია. ბიბლია კი განმარტავს ცივილიზაციის მნიშვნელობას და თუ რატომ გახდა ის შესაძლებელი. და ბიბლია განმარტავს თუ როგორ უნდა მიუდგეთ მას. კარგია ცივილიზაცია თუ ცუდი. და კვლავ დაბადების წიგნი გვთავაზობს ამის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ, როგორც დასაწყისში აღვნიშნე და მინდა კიდევ ერთხელ დავიმეორო, რომ თუ არ იცნობ დაბადების წიგნს, თუ მის გზავნილს სერიოზულად არ აღიქვამ, ძალიან რთულია უშუალოდ პრაქტიკული, კონკრეტული ურთიერთობის განვითარება იმ კონკრეტულ მოვლენებთან, რომლებსაც ვაწყდებით. გარდა ამისა, მეხუთე, ბიბლიის წიგნი, დაბადების წიგნი, გვიხსნის ერებისა და სახელმწიფოების წარმოშობას. ეს დედამიწაზე ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რა ადგილი უნდა ეკავოს ჩემს ცხოვრებაში, ჩემსერსა და ეროვნებას? უნდა ვიყო თუ არა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის, ჩემი ენის პატრიოტი და ასე შემდეგ. და აქ პირველ რიგში მოსაზრებების ფართო სპექტრია და მეორე ამ ფონზე პრობლემების უსაზღვრო ოკეანე. ამას დაბადების წიგნი გვიმართავს. ის გვიხსნის თუ რატომ არსებობს სხვადასხვა ერები, რატომ არსებობს სახელმწიფო ძალაუფლება და რა მიზანს ემსახურება. თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს მთავრობასთან. ამის შესახებ კი მე-9 და მე-11 თავებში ვკითხულობთ. გარდა ამისა, მე-6, დაბადების წიგნი კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გვაწვდის. ის ისრაელის წარმოშობას განმარტავს. ისრაელი განსაკუთრებული ერია, რომელიც ღმერთმა განსაკუთრებული მიზნისთვის აირჩია. ასე რომ, დაბადების წიგნი განმარტავს, თუ ვინ არის ისრაელი, საიდან წარმოიშვა, რა არის მისი ბუნება, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ისრაელის წინაპრები იყვნენ და რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რატომ არსებობს ის? რა არის მისი დანიშნულება ისტორიაში? აშკარად ცხადია, ისტორიულად დომინანტი ერია ისტორიაში. არ არსებობს ერი, რომელიც არ არსებობდა, ან სახელმწიფო, რომელიც 2000 წლის განმავლობაში არ არსებობდა, შემდეგ კი ხელახლა აღორძინდა და ისტორიის ქარცეცხლს გადაურჩა. ესე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაბადების წიგნი დეტალურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე წარმოგვიდგენს ამ ხალხის წარმოშობის ისტორიას. ბევრი რამ არის გადმოცემული ა ブラ ამის, ისაკისა და იაკობის შესახებ. ის არა მხოლოდ მათ რწმენაზე, არამედ მათ შეცდომად წარუმატებლობაზე საუბრობს. მასში საუბარია მათ სისუსტეებზე, საუბარია იოსებზე, მის სასწაულებრივ გადარჩენაზე და ასე შემდეგ. და ყველაზე დიდი, ყველაზე უკანასკნელი რამ, რასაც დაბადების წიგნი გვეხება, არის ხსნის ღმერთისეული გეგმის წარმოშობა. ეს ალბათ დაბადების წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ. დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს ღმერთის რეალობას. ის გვაჩვენებს თუ ვინ არის ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის შემეცნების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ზოგადად ცხოვრებაში სწორად ორიენტირება. ამის შემდეგ ეს წიგნი ამბობს და განმარტავს წარმოშობას. ცისა და მიწის, ანუ სამყაროს წარმოშობას. შემდეგ მოდის ადამიანების წარმოშობა. ვინ არიან ადამიანები? შემდეგ მოდის ცოდვის წარმოშობა, რა დაემართათ ადამიანებს? შემდეგ მოდის ცივილიზაციის წარმოშობა. როგორც ცოდვილებს, მათ მაინც აქვთ ღვთისგან ბოძებული განვითარების უნარი, რა არის ეს და როგორ უნდა მოვეკიდოთ მას. შემდეგ მოდის ერებისა და სახელმწიფოების წარმოშობის აღწერა. ეს ცხოვრების ჩვენი დღევანდელი ცხოვრების დიდი ნაწილია.
უფრო მეტიც ისრაელის ხალხის წარმომავლობა ძალზედ კონკრეტულია, ამაზე ბევრი ითქვა. და საბოლოოდ მთელ ამ ფონზე გადარჩენის ღმერთისეული გეგმის სათავე იკვეთება. ჩვენ უკვე განვიხილეთ რამდენიმე მონაკვეთი და მსურთ ავიკითხო დაბადებიდან რამდენიმე ტექსტი, რომელიც ამის დანახვაში დაგვეხმარება. პირველ რიგში მესამე თავის მე-15 მუხლი. სოდოდაცემისთანავე ღმერთი გველს მიმართავს და ეუბნება: ჩამოვაგდე მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე. ამიტომ ღმერთი თავიდანვე ამბობს, ასე ამგვარად განვითარდება მოვლენები და ჩემი მიზანია, რომ დედაკაცის თესლმა ერთ დღეს ეშმაკს თავი გაუჩეჭყოს. მეცხრე თავის მერვე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ ღმერთმა აღთქმა დადო ნოესთან და მის შვილებთან. ეს აღთქმა ძალიან საინტერესოა. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად: ახა აღთქმას დებთ თქვენთან და თქვენ შთამომავლობასთან. ღმერთი არ არის ვალდებული ვინმესთან დადოს აღთქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ავლენს თავის კეთილ ნებას, ის მათთან აღთქმას დებს და მათთან ერთად ყველა ცოცხალ სულთან. ასე ასკვნის მე-11 მუხლში, რომ ამიერიდან წარღუნის წყლებით არც ერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღუნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად. და რისთვის იდება ეს აღთქმა? იმისათვის, რათა კაცობრიობის არსებობა გაგრძელებულიყო, რომ მაცხოვრის შტო, გამოსყიდვის ხაზი განვითარებულიყო და განხორციელებულიყო. შემდეგ ღმერთი აბრაამს ირჩევს და მასთან აღთქმას დებს. დაინახეთ ჩვენ წინაშე როგორ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ უფრო ნათლად და ღრმად იხსნება გამოსყიდვის ეს სწავლება. წავიკითხო დაბადების მე-12 თავი, პირველი მუხლიდან, მესამის ჩათვლით. და უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი. ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ ღვთის საბოლოო მიზანი როგორ არის ნათლად გამოხატული. ის ირჩევს რა აბრაამს, გარდაქმნის მას, ამრავლებს, აყალიბებს მისგან ერთს, რათა ერთ დღეს მისი მეშვეობით აკურთხოს დედამიწის ყველა ტომი. გალატელთა მიმართ ეპისტოლე გვამცნობს, რომ აქ საუბარია იესო ქრისტეს მიერ გოლგოთას ჯვარზე აღსრულებულ გამართლებაზე. ის ამბობს, რომ ეს იოლი არ იქნება, რომ ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. იხილეთ მე-15 თავის მე-13 მუხლი. და უთხრა უფალმა: იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში, დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი. ის ნათლად ამბობს, რომ ამას მრავალი წელი, მრავალი საუკუნე დასჭირდება. ანუ ეს დიდი ისტორიის დასაწყისია, ასევე დიდი გეგმის, რომელიც თანდათანობით განხორციელდება. ჩვენ ხედავთ თუ როგორ მიხავს ღმერთს თავისი ხალხი ამ მიზნისკენ, ძალიან ფრთხილად, ძალიან ზედმიწევნით, როგორი დაჟინებით და თანმიმდევრულად. დასვოთ ისტორია თუ როგორ გაყიდეს იოსები მონად მისმა ძმებმა. ნუ ისე, ყოველ შემთხვევაში და როგორც უმეტესწილად ასეთ ვითარებაში, ის ალბათ უბრალოდ დაიკარდებოდა ეგვიპტის უამრავ მონათა შორის. მაგრამ არის ერთი ფრაზა, რომელიც რამდენჯერმე მეორდება. დაბადების 39:2. არ მიუტოვებია უფალს იოსები. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი ახორციელებს თავის გეგმას. ამგვარად, დაბადების წიგნი გვიმხელს ღმერთს, გვიხსნის დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ყველაფრის საფუძველს. და როდესაც მის შესწავლას ვიწყებთ, ვთხოვთ ღმერთს დაგვეხმაროს, რათა ამ ჭეშმარიტებებმა მყარი საფუძველი ჩაუყაროს ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. ეხლა მინდა დავასრულო 118 ფსალმუნის 142 მუხლით. სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და რჯული შენი ჭეშმარიტია. გასაჭირი და სიძნელე დამატყდა თავს, მაგრამ შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის. მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ, მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო. ეხლა ვილოცოთ ამისთვის. უფალო ღმერთო ჩვენო, გმადლობ რომ შეგვაგონებ. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, დროში, როდესაც საფუძვლებს ძირს უთხრიან, როდესაც საფუძვლებს ანგრევენ. ჩვენ ხედავთ როგორ ხდება ეს მთელ მსოფლიოში და როგორ ხდება ეს ჩვენთვის შეუმჩნევლად, თუნდაც ჩვენში ქრისტიანულ სამყაროში. ამიტომ დღეს უფალო, როდესაც ვიწყებთ ამ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ციგნის შესწავლას, ციგნს რომელიც შენზე საუბრობს, ციგნისაც რომელიც სამყაროს წარმოშობაზე საუბრობს, უფალო გთხოვთ რომ მოგცე მისი გაგების უნარი
და რაც ყველაზე უმთავრესია უფალო, დაგვეხმარა რომ ჩვენი ცხოვრების საფუძველი ამ სიტყვებით გაძლიერდეს. უფალო გვაკურთხე, რათა ამ ჭეშმარიტებათა შეცნობისას ყველა აქ მყოფმა, თითოეულმა ჩვენგანმა, ყველამ, ვინც ამ ქადაგებებს მოისმენს, განვამტკიცოთ ჩვენი საძირკველი შენში. უფალო, უფრო ზუსტი და ნათელი გახადე ჩვენი გაგება შენ შესახებ. ჩვენი გაგება იმის შესახებ, რაც ჩვენს გარშემოა. გევედრები ყოველი სულისთვის. ხედავ უფალო, განსაკუთრებით მათთვის, ვისი საძირკველიც დღეს შერყეულია. ვინც გარკვეული ფილოსოფიებისა და იდეოლოგიების გავლენის ქვეშ მოექცა. ვინც იმ მდგომარეობაშია, სადაც შენ და შენი კანონის ნაცვლად სხვა რამ ბატონობს. უფალო, გამოავლინე შენი ცხალობა შენი ხალხის მიმართ დღეს და გაგვაძლიერე შენს გზაზე სულაში. იესო ქრისტეს სახელით გევედრები, ღმერთმა დაგლოცოთ. მთელი ბიბლია წარმოადგენს წიგნს ღმერთის შესახებ. აქედან დაბადების წიგნი გაცილებით უფრო მეტი ხარისხით და არსებითად გვაცნობს ღმერთს, მის არსს. აქ არსებობს ერთი ძალიან საინტერესო თავისებურება. ბიბლია არ გვიმტკიცებს ღმერთის არსებობას. ის უბრალოდ ამბობს, რომ ღმერთი არსებობს. და ეს მისი უპირველესი და ყველაზე თვალსაჩინო თვისებაა. ღმერთის თვისებაა, რომ ის არსებობს. რა თქმა უნდა, კითხვა იმის შესახებ არსებობს თუ არა ღმერთი, აი ეს არის საკითხი, რომელსაც თავის დროზე ყველა ადამიანი აწყდება და დაეჭირდება. და არ არსებობს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც პასუხს ყველა ადამიანი საბოლოოდ პოულობს, ან გარდაულად მიიღებს მასზე პასუხს. აქვე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უნდა დავაზუსტოთ. თვითეულ ადამიანს ღმერთის შესახებ თავისებური წარმოდგენა აქვს და თვითეულს სწამს გარკვეული ღმერთის. ანუ მათ სწამთ და სჯერათ იმის, რასაც სამყაროში ზეაღმატებულ ძალად მიიჩნევს და რაც ყველაფერს მართავს. ზოგისთვის ეს შემთხვევითობაა, ან უბრალოდ არაფერი. ზოგისთვის კი ეს რაღაც უმაღლესი, უპიროვნო ინტელექტია. მაგრამ ბიბლია და დაბადების წიგნი ღმერთს ეგვესაუბრება როგორც პიროვნებაზე, რომელიც ნამდვილად და რეალურად არსებობს. როდესაც ღმერთის არსებობაზე და ღმერთზე ვსაუბრობთ, ჩვენ რა თქმა უნდა ვაწყდებით არაერთ კითხვას, რომელიც უამრავ ადამიანს გონებაში უჩნდება. აქედან ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვიძლია ღმერთის დანახვა, არ შეგვიძლია ღმერთს შევეხოთ და არ შეგვიძლია უბრალოდ მასთან საუბარი, ისე იმგვარად, როგორც ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ, ანუ გავიგონოთ ხმა. და სწორედ ამ მიზეზების გამო უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს. ან და არიან ისინით, რომლებიც პრეტენზიულად აცხადებენ, ვიდრე ჩემი თვალით არ ვიხილავ, ვერ დავიჯერებ მის არსებობასო. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და ვნახავთ ღმერთის პასუხებს ამ კითხვებზე. მინდა დავიწყო იმით, რომ უპირველეს ყოვლისა განვიხილო ღმერთის ფენომენი, თავად ღმერთის არსი. ბიბლიური ღმერთი თავისივე განმარტებით არის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტად არსებობს. იგი აბსოლუტურად აღმატებულია ყველაფერ დანარჩენზე და შეუცნობელია. ღმერთი თავისი არსითა და არსებით მიუწვდომელია. ანუ ჩვენ ადამიანებს არ გვაქვს უნარი ავხსნათ და გავიაზროთ იგი, შევიმეცნოთ და ჩავთვლეთ მისი პიროვნების არსს, თუ ვინ არის იგი. შედარებისთვის ასეთ მარტივ მაგალითს მოუხმობ. წარმოიდგინეთ ჭიანჭველა, რომელიც დაცოცავს და რაღაცა საქმიანობს და აქვს რეალური შეგრძნებები, როგორი დამოკიდებულება გააჩნია მას მაგნიტურ ველთან ან თუნდაც რადიო ტალღებთან. ერთიც და მეორეც უხილავია, მაგრამ ისინი ბუნებაში რეალურად არსებობენ. ეხლა, ეს ჭიანჭველა, რომელიც ცხოვრობს და არ იცის მაგნიტური ველის არსებობის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მის ზემოქმედებას განიცდის, მას არანაირი ხელსაწყო არ დააჩნია იმისთვის, რომ დაინახოს. და მისი გონებაც, ან ის, რაც გონების ნაცვლად აქვს, სრულიად უუნაროა, რათა აბსტრაქტულად იაზრონოს ისეთი მოვლენისა თუ ფენომენის შესახებ, როგორიცაა რადიო ტალღები ან მაგნიტური ველი. ხოლო, როდესაც თავის ბუდეში დაცოცავს, მას გუნწრფელად სჯერა და მიაჩნია, რომ მაგნიტური ველი არ არსებობს. ვინაიდან მას უბრალოდ არ გააჩნია უნარი ან საშუალება, რათა იფიქროს და რაიმენაირად გაანალიზოს. წმინდა წერილი ამის შესახებ მრავალჯერ საუბრობს სხვადასხვა ადგილას. აი თავად ღმერთი ამბობს, გამოსულათა წიგნის 33 თავის მე-20 მოხდში. და თქვა, ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუც ადამიანს მიხილოს და ცოცხალი დარჩეს. ასე რომ პირველი მიზეზი, რის გამოც ღმერთი თავად ამბობს, რომ მას ვერ შეიცნობ, ისაა, რომ იგი უდიადესია და გონებისთვის მიუღწეველი. თქვენ უბრალოდ გადატვირთავთ თქვენს კომპიუტერს, რომ ჩამოტვირთოთ მთელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ღმერთი. და ეს ინფორმაცია იმდენად ძლიერი, იმდენად უკიდეგანო მოცულობისაა, იმდენად ნებისმიერი ადამიანისთვის ჩაუცდომელია. ღმერთის არსების ჩაუცდომლობა ჯერ კიდევ გარდასულ დროშიც ცხადი იყო. აი წავიკითხოთ იობის წიგნის 36 თავი, 26 მუხლი.
აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას. მისი წელთა რიცხვი აურაცხელია. მისი ასაკი უსასრულოდ მრავალია, რაც ნიშნავს, რომ იგი მარადიულია. ანუ სწორედ ეს არის იმ მოვლენის არსი, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ. სწორედ ეს არის მისი არსებითი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, რომ ის ღმერთია, რომ ის მარადიულია, რომ ჩვენ მას ვერ შევიცნობთ. ეხლა გადავშალოთ იობის 37 თავის 23 მუხლი. ყოვლადწლიერი, ვერ წვდებით მას. დიდია ის ძალით, თავისი მსჯავრით და დიდი სიმართლით ის არავის ჩაგრავს. აბ ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ ჩვენ მას ვერ ჩავწვდებით, მაგრამ ხედავთ მის ქმედებებს, ძალას, სამსჯავროსა და სამართლიანობის სისრულეს. მე ფსალმუნეც იგივეს ამბობს 154 ფსალმუნის მესამე მუხლში. დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია. იგივე აზრს იმეორებს ესაია წინასწარმეტყველი მე-40 თავის 22 მუხლში. განა არიცი და არ გსმენია, მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკლეველია მისი გონება. ესე იგი, როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ ინფორმაციის ისეთ მოცულობაზე, სიბრძნის ისეთ დონეზე, რომ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობით აბსოლუტურად უჯულურნი ვართ მის აღსაქმნელად. კიდევ ერთ მაგალითს თუ მოვიყვანთ, თქვენგან ვინც უფროსები ხართ, ალბათ გინახავთ ფლოპი დისკი, არ თუ ისე პატარა ზომის და მასზე ძალიან მცირე ინფორმაციის შენახვა შეიძლებოდა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ფლოპი დისკზე, თქვათ, რაიმე ვიდეოს ჩამოტვირთვაც ვცდილობ დრაივიდან და დააპირეთ USB მოწყობილობას შევერთოთ. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, ვინაიდან ერთმანეთისთვის უბრალოდ შეუსაბამო მოცულობები და საშუალებებია. სწორედ ამაზე აქ საუბარი. მისი გონება იმდენად განუსაზღვრელია, ჩვენი პატარა ტვინითა და შეზღუდული შესაძლებლობებით მის განზომილებებს ვეც კი მიუახლოვდებით. ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩინია ამ ყველაფრის გასაგებად შესაბამისი უნარი და შესაძლებლობა. ბიბლიაში სიტყვასიტყვით ათობით ასეთი ადგილია, რომელიც ამაზე საუბრობს. თუნდაც მხოლოდ ერთი მაგალითია საკმარისი, საიდანაც შეგვიძლია მიხვდეთ, თუ რას ამბობს ახალი აღთქმა ამის შესახებ. 1 ტიმოთეს მე-6 თავის მე-15 და მე-16 მუხლები. ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი. ერთადერთი როთი, რომელსაც უფხრია უკვდავება, გვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალ უცხილვა. მას პატივი და საუკუნო ძლიერება. ამინ. რაც შეეხება ღმერთის შემეცნებას, რადგან ღმერთი განუზომლად უდიადესია და ყოვლის მხრობელი, ინიციატივა მისი მხრიდან მოდის. ადამიანებს მის შესახებ შეუძლიათ მხოლოდ ის იცოდნენ, რის გამხელასაც ის თავად ინებებს. და იგი ირჩევს, როგორ და რამდენად გამოავლინოს საკუთარი თავი, იმდენად რამდენადაც ადამიანებს შეუძლიათ მისი გაგება. თუ თავად არ გეჩვენათ, თქვენ ვერ იპოვით. და მართლაც, ის ზოგიერთ ადამიანს მეტად უმჟრავნებს თავს. არა იმიტომ, რომ ფავორიტები ხავს, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია იხილოს იმ ადამიანმა, რომ ის გონება და ხასიათი გაუკუღმართებულია. მზის შუქიც ხომ ასეა. თუმცა არ ხავს ფავორიტები, მაგრამ სუფთა სარკეში უკეთესად აირეკლება, ვიდრე დამთვერილში. აქვე სხვა მაგალითსაც მოვიყვან. ასეობენ სხვადასხვა მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები, მაგალითად, ქვეყნის პრეზიდენტი, ან ინგლისში სამეფო კარის და სამეფო ოჯახის წევრები. ეს ისეთი ადამიანები არიან, რომლებთანაც უბრალოდ ვერ მიხვალ და ვერ მოინახულებ, როგორ ცხოვრობენ და რა ხდება მათთან. ჩვენ დანარჩენმა უმრავლესობამ მხოლოდ ის ვიცით, რის გამხელასაც ისინი თავად ირჩევენ. ამისთვის პრეს-რელიზების მეშვეობით ფოტოსურათთან ერთად რაიმე ინფორმაციას მოგვაწვდიან. ბავშვი დაიბადა, ან რაღაც სხვა მოხდა, ისინი სადღაც იქ იყვნენ და ასე შემდეგ. და ეს არის ის ყველაფერი, რაც ადამიანებს შეუძლიათ იცოდნენ. დანარჩენი ყველაფერი მაღალი გისოსებისა და მკაცრი უსაფრთხოების დაცვის მიღმაა. მაგრამ ესენი ხომ მოკვდავი ადამიანები არიან. ხოლო როდესაც ღმერთს ვსაუბრობთ, უაღრესად რთულ ფენომენზე ალაპარაკი. იმაზე, რაც ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელია, უბრალოდ იმიტომ, რომ მისი საზომი საშუალებები არ გაგვაჩნია. როგორც უკვე ზემოთ ავნიშნე, ჩვენ ვიცით, რომ რადიოტალღები არსებობს. მაგრამ ჩვენ ადამიანებს, ვინაიდან სხეულში არსებული მათი გასაზომი ხელსაწყო საშუალებები არ გვაქვს, ჩვენ გვჭირდება სხვა ხელსაწყოები და მიმღებები, რომლებიც ამის საშუალებას მოგცემს. ასე რომ როგორც დაწერილია, ღმერთი თავად მოწმობს საკუთარ თავზე. მოციქულთა საქმეების მე-14 თავში პავლე მოციქული ქადაგებაში იძახის: გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიცა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერები, რომ თავისი გზებით ევლოთ. თუმცა მოწმობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება. ანუ ღმერთი საკუთარ თავზე მოწმობს აქ. იგი ისეთ მდგომარეობაშია, ანუ მისი პიროვნების არსი ისეთია, რომ ჩვენ მას დამოუკიდებლად ვერ შევიცნობთ.
მაგრამ ის თავად მოწმობს საკუთარ თავზე. სხვაბან მოციქული იოანე წერს, რომ ღმერთმა თავისი არცი საბოლოოდ თავის ძეში გამოავლინა. იოანეს პირველი თავი 18 მუხლი. ღმერთი არასოდეს არავის უნახავს, მხოლოდ ჩობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა გააცხადა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ღმერთის არცის სწორი გაგება გქონდეს. საქმე ისაა, რომ ჩვენი წარმოდგენა ღმერთის შესახებ განსაზღვრავს თუ ვინ ვართ ჩვენ. მაშინაც კი, როდესაც ურწმუნო ხართ ან თავს ურწმუნოდ მიიჩნევ, თქვენ მაინც გაქვთ წარმოდგენა ღმერთის შესახებ როგორც უზენაესი რეალობისა. თქვენს ღირებულებათა სისტემაში არსებობს რაღაც, რაც უზენაესის როლს ასრულებს და სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენ ყოფასა და არსს, რისთვისაც ცხოვრობთ. და შესაბამისად ის განსაზღვრავს იმას, თუ რა აზრი ან მიზანი ექნება თქვენს ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონცეფცია, ანუ წარმოდგენა სწორი იყოს, რომ ის რეალობას შეესაბამებოდეს. სწორედ ამიტომაც წმინდა წერილი მრავალჯერ გვაფრთხილებს კერტთაყვანისმცემლობის საფრთხის შესახებ. კერტთაყვანისმცემლობა სხვა არაფერია, თუ არა გამოგონილი ღმერთის თაყვანისცემა, რომელიც არ შეესაბამება ჭეშმარიტ რეალურ ერთადერთ ღმერთს, რომელიც ჭეშმარიტად არსებობს. მაგრამ ამაზე მეტიც, მცნება, რომელიც მოცემულია ძველ აღთქმაში და განმეორებულია ახალ აღთქმაში, ბრძანებს. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. და ამგვარად, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი? არის იგი, ვინც თქვენ გიყვართ? თქვენ შეგიყვარდებათ ის, რასაც თქვენ წარმოიდგენთ. ამიტომ, თუ ღმერთს სწორად და ნათლად არ იცნობთ, ვერასდროს შეძლებთ მის სიყვარულს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს, რათა მის მიმართ ვილოცოთ, რათა მას მივენდოთ, მასში გავიზარდოთ და მასთან თანავიცხოვროთ. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელსაც დასასრულს კვლავ დაუბრუნდები, წერია: ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. და ეხლა ყურადღებას გავამახვილებ ამ პირველ პუნქტზე. ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს. წინაჯერზე უკვე განვიხილეთ, თუ როგორ წარმოგვიდგენს ბიბლია ღმერთს, რომელსაც ძალიან უნიკალური სახელი აქვს. ღმერთი ამ სახელს დეტალურად განმარტავს გამოსვლის წიგნის მესამე თავის მე-14 მუხლში და უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. და თქვა: ასე უთხარი ისრაელის ძედ, მე ვარ მგზავნის თქო თქვენთან. ჩვენ უკვე წინაჯერზე დეტალურად განვიხილეთ სიტყვა მე ვარ. ის ზმნა ყოფნაზეა დაფუძნებული. ებრაულში ზმნა, რომელიც ვარ, იგივე რაც არსებული. და ჟღერს როგორც იახვე და ის ასევე ითარგმნება როგორც იეჰოვა, ან ამ შემთხვევაში როგორც მე ვარ. სწორედ ამ სახელის პირველი მოხსენიება გვხდება დაბადების წიგნის მეორე თავში, როდესაც ვკითხულობთ მთელ ამ პროცესს ისე, როგორც მას ღმერთი გვიცხადებს. დაბადების წიგნის მეორე თავის მე-4 მუხლში ნათქვამია: ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. და ეს სიტყვა ითარგმნება როგორც იეჰოვა ან არსებული. ხოლო ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას შეგიძლიათ მისი სხვაგვარად წაკითხვა, როგორც არსებულმა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ღმერთის პიროვნება, მისი ბუნება ან მთავარი თვისება იმდენად ზეაღმატებულია, რომ ის თავად სახელითაა გამოხატული და ეს სახელი უაღრესად დიდია. როგორც წინაჯერზე ვთქვი, ებრაელები მას უწმინდესად მიიჩნევენ და არ წარმოთქვამენ. როდესაც მათ სახელი იახვე უნდა წაიკითხონ და ახსენონ, ამბობენ ადონაი. ეს ჭეშმარიტად თავად ღმერთის არსების არსია, ხოლო ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთი გვაფრთხილებს, რომ მისი არსებობა ან თვითარსება მისი სიდიადისა და დიდების მთავარი ასპექტია. ესაიას წიგნის 42 თავი, მერვე მუხლი. მე ვარ უფალი, ანუ იეჰოვა, იახვე, არსებული. ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას კერპებს. ანუ იგი ხას უსვამს, რომ მისი მთავარი თვისება თვითარსებობაა, რომ ის თავისით არსებობს, ანუ დამოუკიდებლად არსებულია, სუვერენულია. სწორედ ეს განასხვავებს მას ყველაფრისგან, აბსოლუტურად ყველაფერი არსებულისგან, რადგან ყველაფერი ღმერთის გარდა რაც კი არსებობს, ოდესღაც ერთხელ შეიქმნა და დაიწყო არსებობა. ღმერთი ერთადერთია, რომელიც ყოველთვის არსებობდა და ეს არის მისი პიროვნების არსი. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანისთვის შეუძლებელია ღმერთის სრულად შეცნობა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მტკიცებულებები, რომლებიც მან თავის შესახებ გამოგვიცხადა. და ასეთი მტკიცებულებები თუ დამოწმებები უამრავია. მათზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია და უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
ბიბლიური ღმერთის რეალურობის აღიარება, როგორც ის არის წარმოდგენილი დაბადების წიგნში, ერთადერთი გონივრული მიდგომა ან დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენს გარშემო არსებული და ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უამრავი მტკიცებულების განხილვის შედეგად. სწორედ ამიტომ გალობს მეფსალმუნე ასე კატეგორიულად მე-13 ფსალმუნის დასაწყისში, თქვა უგუნურმა თავის გულში, არ არის ღმერთი. ანუ, როდესაც ღმერთის შესახებ მრავალრიცხოვანი დამოწმებების მთელ სპექტრს განვიხილავთ და მას უარყოფთ, ეს არაგონივრულია. ამრიგად, ამ ინტერპრეტაციის ნებისმიერი ალტერნატივა უსათუოდ, გაცილებით ნაკლებად გონივრულია. ან თუნდაც უგუნური, როგორც აქ არის ნათქვამი. ღმერთის არსებობის ყველა მტკიცებულება შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს, რომლებსაც დღეს განვიხილავთ. პირველი კატეგორია ბუნებაში არსებული მტკიცებულება. მეორე კატეგორია მტკიცებულება ადამიანებში, ხოლო მესამე კატეგორია მტკიცებულება წმინდა წერილში. დავიწყოთ პირველით. კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ მოციქულ პავლეს ქადაგების იმ ნაწილს, რომელიც ღმერთის მიერ საკუთარი თავის შესახებ მოწმობაზე მიუთითებს. წავითხოვთ მოციქულთა საქმეების მე-14 თავის მე-17 მუხლიდან. თუმცა არ წყვეთ და თავის თავზე დამოწმებას. შემდეგ ის გვაწვდის მტკიცებულებას, რომ ღმერთი საკუთარ თავზე მოწმობს. დამოწმებას ქველმოქმედებით, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით ავსებდა ჩვენს გულებს. ანუ მოციქული პავლე ამბობს, რომ დედამიწის ბუნების ციკლი, რომელიც ნაყოფებს იძლევა, თავისი უწყვეტი შემოქმედებითი ძალის მეშვეობით ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელს წარმოქმნის. ეს მოწმობს, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და თავად ღმერთი მოწმობს მათი მეშვეობით. წმინდა წერილი ამაზე მოგვითხრობს რომაელთა მიმართ წერილის პირველ თავში, მე-19 მუხლში. იმიტომ რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთის შესახებ შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ, ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება ქვეყნიერების დასაბამიდან ქმნილებათა განხილვით დაინახება, ისე რომ მათ პასუხი არ აქვთ. რამხევ, რა თვალსაზრისით არის ეს მტკიცებულებები ცხადი და თვალსაჩინო? არსებობს მრავალი სხვადასხვა მხარე. დღეს მხოლოდ ორ მთავარ საკითხს შევეხებით, რომლებიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ მსჯელობაში. პირველი ისაა, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. ანუ, როდესაც საუბრობთ მტკიცებულებებზე თუ როგორ მოწმობს ღმერთი საკუთარ თავზე, პირველი და ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება ისაა, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. სწორედ ასე წარმოგვიგვიდგენს არსებულ რეალობას დაბადების წიგნის პირველი თავის პირველი მუხლი. დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიცა. სხვათა შორის, წინა ჯერდე ვახსენე, რომ დაბადების წიგნს ებრაულად ბერეშითი ეწოდება, რაც ნიშნავს დასაწყისს ან თავდაპირველად. ახალი აღთმაც ახსენებს ამ დასაწყისს. იოანეს სახარების პირველი თავის პირველი მუხლი დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე შექმნილია მის მიერ და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. აქ კვლავ ძალიან მკაფიო და ძალიან ღრმა ფილოსოფიური კონცეფცია წარმოდგენილი, რომელიც ნათლად ამბობს, რომ იყო დასაწყისი. ეს ძალიან რადიკალურად განსხვავდება ინდუიზმის, ბუდიზმისა და ზოგიერთი ფილოსოფიური თეორიის იდეებისგან, რომლებიც ამტკიცებენ ან ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სამყარო ციკლურია, რომ ის ყოველთვის არსებობდა და რომ უბრალოდ გადის გარკვეულ ციკლებს, რაღაც რეინკარნაციის მსგავსად, რომელიც მარადიურად გრძელდება. ეს არის ადამიანების ერთ-ერთი მცდელობა თაგანი, რათა როგორმე თავი აარიდონ იმ მიგნებას, რომელიც ღვთის წინაშე პირადი პასუხისგებლობის აღების აუცილებლობას ბადებს. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნამდვილად აშკარად ნათელია. მაგრამ სამწუხაროდ, ეს იმ ადამიანებს არ მოსთონთ, რომლებსაც არ სურთ ღვთის უზენაესი ხელისუფლებისა და ავტორიტეტის აღიარება. ადამიანები ღვთისგან ბოძებულ გონებასა და ინტელექტს იყენებენ, რათა სამყაროს არსებობის ისეთი ახსნა მოიძიონ, რომელიც ღმერთის საჭიროებას გამორიცხავს. სწორედ ამაზე საუბრობს მოციქული პავლე, რომელთა წერილის პირველი თავის მე-18 მუხლში. ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, ჭეშმარიტება უმართლობით რომ შეუფხრიათ. ესე იგი, ეს არის იმ ადამიანების გაცნობიერებული აზროვნების მიმართულება, რომლებსაც არ სურთ ხილულის ფონზე შედეგები აღიარონ, ანუ სწორი დასკვნები გამოიტანონ. ცდილობენ რა იპოვონ რაიმენაირი დასაბუთებები, რომლებიც ამ ჭეშმარიტებას საკუთარი იდეებით დაფარავს. ასეთ უამრავ და მრავალნაირ მცდელობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის მცდელობა იმ წარმოდგენისა თუ შეხედულებისა, სადაც სამყარო და არა ღმერთი მარადიულად არსებობს. რომ ვითომ სამყარო ფლობს არსებობის ამ აბსოლუტურ სტატუსს და ასე შემდეგ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ეს იდეა ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ იქნა წამოყენებული, მაგრამ მოგვიანებით ქრისტიანობის ან ბიბლიის გავრცელების გამო უკანა პლანზე გადავიდა და მხოლოდ განმანათლებლობის ხანაში განაახლა აღორძინება. და შემდგომ ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც ტექნოლოგია ვითარდებოდა და ადამიანებმა იფიქრეს, რომ თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი იპოვეს და სულ მალე ყველა კითხვაზე მოიძიებდნენ პასუხს, საინტერესო აღმოჩენას ჰქონდა ადგილი ალბერტ აინშტაინის მიერ, რომელიც სხვათა შორის თავად უარყოფდა ბიბლიურ ღმერთს. აქვე მინდა დავზინოთ, თუ წაგიკითხიათ მისი ციტატები, სადაც აინშტაინი ხანდახან სიტყვას ღმერთს იყენებს, მაგრამ სიტყვა ღმერთში ის უპიროვნო სამყაროს კანონებს გულისხმობდა. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეცდომაში არ შეხვიდეთ, რადგანაც აინშტაინი ბიბლიურ ღმერთს უარყოფდა. შემდეგ კი 1916 წელს მან შეემუშავა ფარდობითობის თეორია, რომელიც რა თქმა უნდა უდიდესი აღმოჩენა იყო, მაგრამ იქ იყო ერთი პატარა პრობლემა, რომელმაც იგი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. საქმე ისაა, რომ ამ თეორიის დასკვნის თანახმად სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. აინშტაინი ამას ვერ შეეგუებოდა, ამიტომ მან გამოიგონა ამ თეორიის სპეციალური ჩასთვარება, რომელსაც კოსმოლოგიური მუდმივა უწოდა, რომელიც რაღაცნაირად შეცვლიდა განტოლებას, რათა შეენარჩუნებინა ფარდობითობის თეორიის სისწორე და ამავდროულად თავი აერიდებინა იმის აღიარებისგან, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. მაგრამ 1922 წელს რუსმა მათემატიკოსმა ალექსანდრე ფრიდმანმა უარყო აინშტაინის შემოთავაზებული კოეფიციენტი და მათემატიკურად დაამტკიცა, რომ ეს კოეფიციენტი მცდარი იყო, რომ მათემატიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი და რომ აინშტაინი ცდებოდა. უფრო მეტიც, 1927 წელს ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა გაფართოებადი სამყაროს თეორია დაადასტურა. სხვათა შორის ჰაბლის ტელესკოპი მის სახელს ატარებს. ეს ასტრონომი იმ დროს კალიფორნიაში 2 მეტრ-ნახევარი დიამეტრის სიდიდის ტელესკოპზე მუშაობდა და გალაქტიკების დაპყრობისას აღმოაჩინა, რომ ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ. ეს აღმოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თავად აინშტაინი გაფრინდა კალიფორნიაში, რათა ტელესკოპში დაენახა და დარწმუნებულიყო, რომ სამყარო ნამდვილად ფართოვდებოდა და ილრჩობოდა. რაშია პრობლემა? რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ თუ სამყარო ფართოვდება, ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც ერთ წერტილში იყო განთავსებული. სამყაროს სამი ძირითადი კომპონენტი აქვს: სივრცე, დრო და მატერია. ამას თუ დიაგრამის სახით წარმოვიდგენთ, აქ ცოტა ფიზიკას და ცოტა ფილოსოფიას ჩავთავ. ნახეთ, აქ არის სამი განზომილება: სივრცე, დრო და მატერია, რომლებშიც ჩვენ ვარსებობ და ფუნქციონირებთ. სხვაგვარად ფიქრი არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ დროში, სივრცესა და მატერიაში ვიცნობთ სიცოცხლეს და სხვა გზა არ გვაქვს, რომ შევძლოთ. სწორედ ამიტომ, როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ, ღმერთი სწორედ აქაა. ამ წერტილშია დროის, სივრცისა და მატერიის მიღმა. ასე რომ თუ ამ ნაწილს ჩაუგვირდებით, გაფართოებადი სამყაროს თეორია ამტკიცებს, რომ ოდესღაც ყველაფერი ამ წერტილში არსებობდა. და ამ წერტილს მეცნიერებმა სინგულარობა უწოდეს. ეს ნიშნავს, რომ ერთ დროს მთელი სამყარო ატომზე მცირე ზომის იყო, რომ ოდესღაც არც სივრცე არსებობდა, არც დრო და არც მატერია. ეს ნიშნავს, რომ ის, რამაც ამ ყველაფრის არსებობა განაპირობა, უნდა არსებობდეს სივრცის, დროისა და მატერიის მიღმა და იყოს არამატერიალური. სწორედ ასე წარმოგვიდგენს ამას დაბადების წიგნი. ამიტომაც ვამბობთ, რომ სამყაროს ბიბლიური ახსნა ყველაზე რაციონალურია. ის შეესაბამება იმას, რასაც ვხედავთ. ის შეესაბამება ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას. უფრო მეტიც, როდესაც ვამბობთ, რომ სივრცე, დრო და მატერია მოულოდნელად გაჩნდა აქ, აი ამ წერტილიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი ყველგან არსებულია, ჩვენ წარმოვიდგენთ სივრცეს, წარმოვიდგენთ ადგილს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი სივრცის გარეშეა. იგი სივრცის მიღმაა. როგორც არ შეგიძლია თქვა, რომ ღმერთი ცის ჭერზეა ან სკამზე ზის. ეს სრულიად მცდარი გაგებაა. რატომ? იმიტომ რომ იგი სივრცით არ განიზომება და ვინაიდან სივრცეს აღემატება და გადაკვეთს, ამიტომ არის იგი ყველგან არსებული. მაგრამ ჩვენ ამას ვერ მოვიაზრებთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს კოორდინატთა სისტემას არ შეუძლია სივრცის მიღმა რაიმეს წარმოფრენა. ჩვენ აქ უძლურები ვართ. ვინაიდან ჩვენი ტვინი ისე აგებული, რომ ის მხოლოდ ამ განზომილებაში მუშაობს და ფუნქციონირებს, მხოლოდ დროში, სივრცესა და მატერიაში. ამრიგად ბიბლია ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიღმა და ამ სამყაროს მიღმა არის ღმერთი, რომელიც სივრცის, დროისა და მატერიის მიღმაა. თუმცა ამ ღმერთს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მახასიათებელი აქვს. იმისთვის, რომ არაფრისგან რამე შექმნილიყო, ანუ რომ რამე არაფრისგან წარმოშობილიყო, ვინმეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამისთვის უნდა არსებობდეს რაიმე ბიძგი, ანუ რაიმე იმპულსი,
რომ უნდა არსებობდეს რაიმე ნებელობითი წერტილი, ნებელობითი მოძრაობა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ღმერთი უპირველეს ყოვლისა პიროვნებაა. ანუ სხვა სიტყვებით, წმინდა წერილი განმარტავს, რომ ღმერთმა სამყაროს შექმნა გადაწყვიტა. და ეს არ არის უბრალოდ გაუაზრებელი პროცესი, არამედ ღმერთი იღებს გადაწყვეტილებას. და ყოველივე ამაზე დაკვირვებით და ხელმისაწვდომ ფაქტებზე დაყრდნობით, ყველაზე გონივრული ახსნა ბიბლიური ღმერთის არსებობა, რომელმაც დასაწყისში შექმნა ცა და მიწა. შეხედეთ, უსაზღვრო, შეუცნობელმა სულმა თავისი სიტყვით შექმნა მატერიალური სამყარო, დაბადების პირველი თავის მესამე მუხლი. და თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. ესე იგი, აქ საქმე გვაქვს უმატერიო ღმერთთან, რომელიც ლაპარაკობს და გააჩნია გონება. ზოგი ამბობს, აბა როგორ შეიძლება არსებობდეს გონება თუ ფიზიკური ტვინი არ არის? ამაზე კი ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. რეალურად ეს დამტკიცებული ფაქტია, რომ ინფორმაცია არსებობს მატერიის მიღმა მისგან დამოუკიდებლად. ანუ ინფორმაცია პირველადია მატერიაზე, მატერია კი მეორადია. ინფორმაცია მას წინ უსწრებს, ანუ ის უფრო ადრე მოდის, ვიდრე მატერია. არნო პენზიასი, ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც აღმოაჩინა კოსმოსური რადიაცია, მოვლენა, რომელიც ასევე ადასტურებს სამყაროს დასაწყისს, ამის შესახებ შემდეგს წერს. დღევანდელი საუკეთესო მონაცემები ზუსტად ადასტურებს ჩემს ვარაუდს, რომელიც მხოლოდ მოსეს 5 წიგნს, ფსალმუნებსა და მთელ ბიბლიას ეყრდნობოდა. ანუ როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფიზიკოსი, რომელიც ამ მოვლენებს აკვირდება. ის ამბობს, რომ არსებული საუკეთესო მონაცემები ერთსა და იმავე დასკვნამდე მიგვიყვანს, ზუსტად ისევე დაბადების წიგნის ან ბიბლიის გარდა სრულიად არაფერი რომ არ მჩოდნოდა და წამეკითხა. შემდგომ ის ციტირებს: ათეისტები ღმერთის არსებობის აღიარების თავიდან ასაცილებლად ამტკიცებენ, რომ სამყარო არაფრისგან წარმოიშვა. მაგრამ განა უფრო აბსურდული არ არის იმის დაშვება, რომ არაფრისგან ყველაფერი თავისით წარმოიშვა, ვიდრე ის, რომ მარადიულმა ღმერთმა ყველაფერი არაფრისგან შექმნა. აი რატომ ამბობს მე-13 ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში, არ არის ღმერთი. ეს არ არის გონივრული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი დასტურია. არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი. ამაზე კიდევ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. ჩვენი ქადაგების ფარგლებში მხოლოდ ყველაზე მთავარ საკითხებს შევეხებით. მეორე დასტურია, სამყარო, რომელიც ინფორმაციით არის გაჯერებული. ესე იგი, პირველ რიგში სამყაროს გასაბამი ჰქონდა. მეორე, სამყარო სავსეა ინფორმაციით. სამყარო მხოლოდ მატერია და ენერგია არ არის. სამყარო ეს არის ჰარმონიულად ორგანიზებული ინფორმაციის ოკეანე. უფრო მეტიც, ის არის ინფორმაცია, რომელიც მართავს მატერიასა და ენერგიას, სადაც ყოველი ატომი და მოლეკულა მოქმედებს მკაცრად განსაზღვრული კანონების მიხედვით, სხვათა შორის ამ კანონების გარეშე მეცნიერება შეუძლებელი იქნებოდა, ცივილიზაცია შეუძლებელი იქნებოდა, პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა. ეს იმაზე მეტყოლებს, რომ არსებობს რაღაც, რაც ატომზე მაღლა დგას, რაც მოლეკულაზე მაღლა დგას, რასაც ყოველი ატომი და ყოველი მოლეკულა 100%-ით ემორჩილება. რომ არ დამორჩილდნენ, სამეცნიერო კვლევები შეუძლებელი იქნებოდა. სამეცნიერო კვლევა, როცა აკვირდებიან, როგორ იქცევა მატერია მოცემულ პირობებში. მათ დააკვირდნენ, შეისწავლეს, გამოთვალეს, შექმნეს ფორმულა და ახლა იციან, რომ ამგვარ პირობებში მატერია ყოველთვის ასე მოიქცევა. და რატომ არიან ისინი ამაში ასე დარწმუნებულები? იმიტომ რომ იციან, რომ არის კანონი, რომელსაც მთელი მატერიალური სამყარო ექვემდებარება და ასევე ყველა ნივთიერება სამყაროს ნებისმიერ წერტილში. ასე რომ თუ სამყაროში ქაოსი იბატონებდა და მატერიის ქცევა არაპროგნოზირებადი იქნებოდა, მაშინ მეცნიერებად შეუძლებელი იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ მატერიას და იმ დროსა და სივრცეს, რომლებშიც ის არსებობს, შეეძლოთ წარმოქმნილიყვნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდა ის კანონები, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან, რადგან ისინი ამ კანონების მიღმა ვერ იარსებებენ. ამრიგად, პირველად გაჩნდა კანონები, როგორც სისტემა, რომელშიც მათ შეუძლიათ ფუნქციონირება და შემდეგ მთელი ეს ინფორმაცია. ეს ნიშნავს, ანუ უпростоრად, მთელი მატერია გულისხმობს, რომ ინფორმაცია პირველადია. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ არამატერიალურ ღმერთს, რომელიც სამყაროს გაჩენის პირველ მიზეზია, უდიდესი ინტელექტი გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მხოლოდ პიროვნება არ არის, ღმერთი ასევე გონებაა. რაზეც ბიბლია ვცლად საუბრობს, მრავალფეროვან ტექსტებსა თუ სხვადასხვა კონტექსტებში. და ეს გონება გენერირებს, ანუ ქმნის ინფორმაციას. სინამდვილეში აქ ამ ინფორმაციის ნაცვლად ჩასვით სიტყვა ან ლოგოსი. ანუ, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ღმერთი არის პიროვნება, რომელიც სივრცის, დროისა და მატერიის მიღმაა, ღმერთს გააჩნია გონი და ეს გონება ქმნის ინფორმაციას. და სწორედ ამ ინფორმაციას, ამ უნარს, ამ აქტიურ ინფორმაციას წმინდა წერილი უწოდებს სიტყვას. იხილეთ დაბადების პირველი თავის მესამე მუხლი და თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი.
ესე იგი, ეს სიტყვა აქტიური ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელსაც ღვთის გონება ფლობს. ის მხოლოდ მონაცემთა საცავი კი არ არის, არამედ მოქმედი, აქტიური ინფორმაცია. და ეს არის სიტყვა, ანუ ლოგოსი, რომელზეც წმინდა წერილი საუბრობს იოანეს სახარებაში, ხოლო პავლეს წერილში ებრაელთა მიმართ მე-11 თავის მესამე მუხში ნათქვამია: "გწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი და რომ ხილული უხილავისადან იღებს დასაბამს." სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ლაპარაკობს და ეს სიტყვები მოქმედებენ. სიტყვას მხოლოდ ძალა არ გააჩნია, ის თავის თავში ინფორმაციასაც ატარებს. სწორედ ეს განასხვავებს ღმერთს, რომ იგი კოლოსალური ინფორმაციაა. იმის წარმოდგენაში რომ დაგეხმაროთ თუ რა სახის უსაზღვრო ინფორმაცია გააჩნია ღმერთს, მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. კოსმოსში არსებული უზარმაზარი ინფორმაციის ყველაზე კარგი ილუსტრაცია და საერთოდ ყველაზე საუკეთესო ილუსტრაცია არის დეზოქსირ იბონუკლეინის მჟავა, შემოკლებით DNM. DNM არის მოლეკულა, ხოლო მასში არსებული ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის, ან უფრო ზუსტად ნებისმიერი ცოცხალი არსების განვითარებას. ყველაზე მარტივ ერთუჯრედიან ორგანიზმებსაც კი უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია აქვთ. ასე რომ თუ ერთუჯრედიან უმარტივეს ორგანიზმს განვიხილავთ, მის DNM-ში არსებული ინფორმაციის მოცულობა შედარებულია ბრიტანეთის ენციკლოპედიის ტომებში არსებულ 1000-ობით ინფორმაციასთან. ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა კი იცის როგორია ბრიტანეთის ენციკლოპედია, იგივე ბრიტანიკა. რათა წარმოდგენა შეგექმნათ. ბრიტანიკის ენციკლოპედია 32 ტომისგან შედგება. თითოეული ტომი დაახლოებით 1000 გვერდს შეიცავს. და აქ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ენციკლოპედია არ შეიცავს ტელენოველების შინაარსს და რა თქმა უნდა, არც უბრალოდ ასოების კრებული არის. ეს არის ღრმა სამეცნიერო ხასიათის სტატიები, რომლებზეც ადამიანთა უძლიერესმა გონებებმა იმუშავეს. ბრიტანიკის 32 ტომში 44 მილიონი სიტყვაა. აი, უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმის DNM-ში კი 1000 ჯერ მეტი ასეთი ინფორმაციაა. ახლა უკვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როდესაც ვინმე ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ შემთხვევით გაჩნდა. მაგალითად, ბრიტანიკის ენციკლოპედია შემთხვევით ხომ ვერ გაჩნდებოდა. მაშინაც კი თუ სტამბას უსასრულო დააფეთქებდნენ, ამით ბრიტანიკის ენციკლოპედია მაინც არ შეიქმნებოდა. არც იმ შემთხვევაში საბეჭდი დაზგები თუნდაც მუდმივად რომ ფეთქდებოდნენ. თუმცა ბრიტანიკის ენციკლოპედია ეს მხოლოდ 1/1000-ია იმ ინფორმაციისა, რომელიც ყველაზე უმარტივეს ცოცხალ უჯრედშია თავმოყრილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ღმერთი თავადვე მოწმობს საკუთარ თავზე, ეს უმარტივეს ცოცხალ უჯრედსაც ეხება. ხოლო ადამიანის სხეულის უჯრედი ან მისი DNM-ის უჯრედი გაცილებით უფრო რთულია. რომ შეგეკრიბათ და ამ ინფორმაციის ბეჭდვა დაგეცხოთ, როგორც უბრალო ასოების ასხმის სახით, საბოლოოდ 27 ტრილიონი გვერდის ტექსტი გამოგივიდოდათ. და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის DNM-ის უჯრედშია. ხოლო თუ ადამიანის სხეულში არსებული ყველა უჯრედს ავიღებ და მათ DNM-ს ერთ ხაზზე გავწელავთ, მისი სიგრძე დედამიწიდან ზემდე მანძილს გადააჭარბებს. და ეს ყველაფერი თქვენშია. ეს მხოლოდ ცილები თუ მატერია არ არის, ეს ყველაფერი ინფორმაციაა. სხვა სიტყვებით, სამყარო სინამდვილეში ინფორმაციითაა სავსე და გაჯერებული. და მაინც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ სამყარო და მასში სიცოცხლე შემთხვევით წარმოიშვა. იმის რწმენა, რომ სამყარო და სიცოცხლე შემთხვევით წარმოიშვა, როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ აბსურდია, რადგან რეალურად ასე არასდროს მომხდარა და ხდება და ზოგადად შეუძლებელია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სამყარო მარადიულია, უსასრულო დროის განმავლობაში არსებობს ალბათობა, რომ ეს შესაძლებელია. და მათ თეორემაც კი შეიმუშავეს, ეგრეთ წოდებული უსასრულო მაიმუნების თეორემა. თეორია, რომელიც აცხადებს, რომ თუ მაიმუნი უსასრულოდ განაგრძობს საბეჭდი მანქანის ღილაკებზე დაჭერას, ის აუცილებლად დაწერს ნებისმიერ ტექსტს, მათ შორის ისეთებსაც, როგორიცაა უილიამ შექსპირის სრული ნაწარმოებები. რეალურად მაიმუნი აუცილებლად აკრებს ყველა შესაძლო სასრულ ტექსტს უსასრულო რაოდენობით. თუმცა ალბათობა იმისა, რომ მაიმუნები დაწერენ ერთ სრულ ნამუშევარს, მაგალითად შექსპირის ჰამლეტს, ძალიან დაბალია, მაგრამ ტექნიკურად არ არის ნულოვანი. თქვენ ხვდებით, თუ რაოდენ აბსურდულია ეს ყველაფერი მათი თეორიების მიხედვით. მაგრამ მათ კიდევ ერთი პატარა პრობლემაა და საკმაოდ მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროს აქვს დასაწყისი და თუნდაც იმ ყველაზე არაადეკვატური გიჟური შეფასებებით, თუ როგორი შეიძლება იყოს სამყაროს ასაკი. მაშინაც კი თუნდაც მთელ სამყაროში არსებულ თითოეულ მაიმუნს მთელი სამყაროს არსებობის განმავლობაში ერთდროულად ებეჭდათ. მათ არ ეყოფოდათ დრო,
რომ მარტივი კოდის, მარტივი ორგანიზმის 1000-ისათვის მაინც დაებეჭდათ. ესე იგი, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელი. სწორედ ამიტომ ამბობს წმინდა წერილი იოანეს პირველი თავის პირველ მუხში. დასაწყისში იყო სიტყვა, ლოგოსი, ღვთის გონება და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. მის მიერ შეიქმნა ყოველივე და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. შემდეგ ნათქვამია: მათში იყო სიცოცხლე. ღვთის ლოგოსი, ესე იგი ეს ინფორმაცია, უბრალოდ უსულო ინფორმაცია არ არის. ის სიცოცხლის მონცემია. მასში იყო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე იყო კაცობრიობის ნათელი. ეს ნაწილი, სადაც ღმერთის ბუნებაში არსებულ დამოწმებაზე ვსაუბრობთ, საკმარისად ყოვლისმომცველი, საკმარისად დიდია, დამაჯერებელი და მკაფიოა. მოდით ახლა დავնახილოთ მეორე ნაწილი, რომელიც ეხება ადამიანებში არსებულ დამოწმებას. წმინდა წერილი გვიამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. მივაკითხოთ, დაბადების წიგნის პირველი თავის 27 მუხტს. ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, როდესაც საკუთარ თავს განვიხილავთ და ვსწავლობთ, ვხედავთ გარყულ თვისებებს, რომლებიც გარყულწილად ღმერთისთვისაა დამახასიათებელი. ესენია ღმერთზე დამოწმებები, რომლებიც ჩვენში არსებობს. ჩვენ ყურადღებას აქედან ყველაზე მნიშვნელოვან ორ დამოწმებაზე გავამახვილებთ. პირველ ყოვლისა ეს არის სინდისის არსებობა. ან მას ასევე შეიძლება ეწოდოს მორალური კანონის დამოწმება. იმანუელ კანტმა ერთხელ თქვა: ორი რამ ავსებს სულს. მუდამ ახალი და მძლავრი ახტაცებითა და კრძალვით, რაც უფრო ხშირად და დიდხანს ვფიქრობ მათზე. ეს არის ვარსკვლავებიანი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში. რა არის მორალური კანონი? მორალი, ანუ სინდისი, ის გვადანაშაულებს, გვკიცხავს ჩვენი ამა თუ იმ საქციელის გარკვეული ცუდი ქმედებების გამო. და ეს არის უთუარი მტკიცებულება იმისა, რომ სამყარო უბრალოდ მატერიაზე მეტია. არსებობს რაღაც, რაც ზრუნავს იმაზე თუ როგორ იქცევა მატერია, და ეს მორალური კანონი ყოველ ადამიანში არსებობს. რომაელთა წერილის მეორე თავში მოციქული პავლე ამბობს, რომ წარმართებსაც კი, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ ღვთის ჯუნთან შეხება, მათთვისაც უცხო არ არის მორალური კატეგორიების, კარგისა და ცუდის, სიკეთისა და ბოროტების არსებობა. სწორედ ამის შესახებ საუბრობს პავლე მოციქული რომაელთა წერილის მეორე თავის მე-14 და მე-15 მუხლებში. წავიკითხოთ. წარმართმი, რომელთაც ჯული არ გააჩნიათ, ბუნებით ჯულის მიერ საკეთებენ, თუმცა ჯული არა აქვთ, თავისი თავის ჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები. ხან ბრალს რომ სდებენ ერთი მეორეს და ხან ამართლებენ. აქ არ არის ნათქვამი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი რაიმე კანონი, რომელიც ღმერთის მიერ იქნება აღიარებული. აქ ნათქვამია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს მორალური კანონი და აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და როდესაც ვაკეთებ იმას, რაც კარგია, თავს მშვიდად ბრძნობ. ცუდია, როცა მდარედ ვიქცევი, სინდისი მჭამს და მტანჯავს. არსებობს გაფერქვთალებული სინდისი, არსებობს დამახინჯებული, არასწორად წარმართული ან არასწორად ინფორმირებული სინდისი, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს სინდისი. და თუნდაც ის, ვისაც უსინდისოს უწოდებთ, მაშიც რაღაც სინდისის ნატამალი მაინც იმალება. ეს მეტაფორაა, როცა ამბობენ უსინდისოს ან და სინდის გარეცხილს. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ მან სადღაც თავის სინდის გადააბიჯა და ზღვარი დაარღვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანს გააჩნია სინდისი. სწორედ ამით განვასხვავებ თავს ცხოველებისგან, ხოლო ზოგიერთ ადამიანს უფრო მგზნობიარე ან და გამზაფრებული სინდისი აქვს, ზოგს კი ნაკლებად. ასე რომ, ამ პრინციპების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ის, ვინც მატერიალურზე აღმატებულია. ევოლუციის თეორია ვერანაირად ვერ ხსნის მორალის წარმოშობას. და რა არის ევოლუციის ძირითადი არსი? გადარჩება ის, ვინც ყველაზე ძლიერია. და შემდეგ ჩნდება მორალი, რომელიც ადამიანს სხვების სასარგებლოდ დათმობაზე წასვლას აიძულებს. ეს არის ევოლუციის საწინააღმდეგო პროცესი და ეს სრულიად ეწინააღმდეგება ევოლუციის მიზნებსა და პრინციპებს. და აი ამბობენ, თითქოს მთელი ცხოვრება ევოლუციური განვითარება მიმდინარეობდა, ახლა კი რატომღაც ევოლუცია უკუ იქცა. ასეც იყო გარკვეული ადამიანების დაკვირვებისას, რომლებიც საკუთარ ცხოვრების ორონტრიალში იხჩობიან, მაგრამ ნამდვილად არა მაშინ, როდესაც საქმე სინდის ან მორალს ეხება. ამის შესახებ წერს ფრენკ ტურიკი თავის ცნობილ წიგნში Stealing from God, ანუ ღმერთისგან მოპარვა. ეს ძალიან საინტერესო წიგნია. სამწუხაროდ ის მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. შეუძლებელია, რომ არამატერიალური მორალური კანონები მატერიალური ბიოლოგიური პროცესებით აიხსნას.
რადგან სამართლიანობა არ არის მოლეკულებისგან შექმნილი და არც მათგან შედგება. თქვენს გონებაში არ მოიძებნება სამართლიანობის მოლეკულა ან სიკეთის მოლეკულა. მეტიც, მორალური კანონები ბრძანებითი ხასიათისაა. ისინი მომდინარეობენ ავტორიტეტული პიროვნებისგან, ხოლო ბიოლოგიური პროცესები აღწერითი ხასიათისაა. მათ არ აქვთ ძალაუფლება და არ გეუბნებიან თუ რა უნდა გააკეთოთ. ეს ნიშნავს, რომ სინდისის არსებობა მიუთითებს მორალის წყაროს, ობიექტური წესების არსებობაზე, რომლებიც განსაზღვრავენ რა არის კარგი ან ცუდი. არსებობს მეორე, ჩემი აზრით კიდევ უფრო ძლიერი მოწმობა, რომელიც ჩვენშია. ეს არის ლოგიკური აზროვნების მტკიცებულება. როდესაც საუბრობთ ლოგიკურ აზროვნებაზე, ვგულისხმობთ ადამიანებისთვის საერთო აზროვნების სისტემას, რომელიც ყველასთვის არის დამახასიათებელი. არალოგიკური ადამიანებიც კი არალოგიკურად აზროვნებენ. მაშინაც კი, როდესაც ქალის ლოგიკაზე ხუმრობენ და საუბრობენ, თითქოს ეს რაიმე ცალკე გამოყოფრილი, განსაკუთრებული სახის ლოგიკა იყოს. სინამდვილეში მხოლოდ ერთი სახის ლოგიკა არსებობს, რომელიც ყველაზე ვრცელდება. და რა არის ლოგიკა? ეს არის რაციონალური აზროვნების, ანუ განსჯის უნარი. და არა მხოლოდ ეს, შეხედეთ, აი რა ხდება. ამჟამად მე საუბრობ და თქვენ მე მიგებთ, ან ყოველ შემთხვევაში თავს იკატუნებთ, რომ გესმით. ან მაშინ, როდესაც ერთმანეთს ესაუბრებით და შეგიძლიათ ერთმანეთს ცნებები გადასცეთ. ან როცა ერთმანეთს ესაუბრებით და ერთმანეთს აზრების ან იდეების გადმოცემა შეგიძლიათ. ანუ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი იყოს, ზოგადად ნებისმიერი კომუნიკაცია გონიერ არსებებს შორის უნდა არსებობდეს რაიმე სისტემა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვექვემდებარებით და ვემორჩილებით. აბსოლუტურად ყველა, ვინც აზროვნებს, ყველა ის, ვინც პიროვნებაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სისტემაზე, ის ყველასთვის საერთოა. განურჩევლად კულტურისა, განვითარების დონისა, განურჩევლად ენისა, გეოგრაფიული მდებარეობისა ან ისტორიული პერიოდისა. როდესაც ღმერთი ქმნიდა ადამიანებს თავის ხატად და მსგავსად, ამ ხატისა და მსგავსების ერთ-ერთი ელემენტი სწორედ რაციონალური, ანუ ლოგიკური აზროვნების უნარი იყო. ამაშია პიროვნების, ნებისმიერი პიროვნების განსხვავება. მას შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი თავი, რომ შეუძლია ფიქრი და აზროვნება, რომ მას შეუძლია მის გარშემო არსებული რეალობის შეფასება და მისგან დასკვნების გამოტანა. ასევე გაცვალოს ინფორმაცია სხვებთან, მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს. სწორედ ამაში მდგომარეობს ფრაზის homo sapiensis, ანუ გონიერი ადამიანის მნიშვნელობა. ადამიანები, რომლებსაც ხოველივე ეს სრულიად აკლიათ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იმყოფებიან, რადგან მათ დაკარგეს ადამიანური სახე თუ ხატება. ნებისმიერი გონიერი ადამიანი იმით ხასიათდება, რომ ფუნქციონირებს ღვთის მიერ შექმნილ ამ გარემოში. ეს რა თქმა უნდა არ არის ადამიანში, ღვთის ხატის აღწერის ამომწურავი სია და თუ ღმერთმა ინება, ისევ დაუბრუნდებით ამას მომავალში. შეხედეთ რა არის ნათქვამი დაბადების წიგნის პირველი თავის 27 მოხდში. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა. ამრიგად, არამატერიალურმა ღმერთმა, როგორც ჩანს, მოიფიქრა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია მატერიალურ ადამიანთან კავშირი. მან იგი დააჯილდოვა გონებით და მისცა რაციონალური აზროვნების უნარი. არაერთხელ მონიყვანია შემდეგი მაგალითი. უბრალოდ წარმოიდგინეთ რადიომიმღები, რომლის შიგთავსი შეიცავს სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც რადიოსადგურების სიხშირესთანაა მორგებული და შეთავსებული. ამიტომაც დინამიკი რადიოს არ უკრავს, რადგან მას არ აქვს ეს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ანტენის მეშვეობით რადიოტალღებს იჭერს და დარეგულირებულ წრეც გადასცემს. მაგრამ რადიომიმღებს აქვს ის, როდესაც მას ჩართავ, ის ხმას გამოსცემს. თუმცა მართალია, დღესდღეობით ყველა მასიურად მხოლოდ მობილურ ტელეფონს იყენებს. ასევე, როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, მან მასში მოათავსა ეს პატარა მოწყობილობა, ანუ რაციონალური აზროვნება, რომელიც ღვთის გონების იგივე დიაპაზონის სიხშირეზე მუშაობს. და ამგვარად ღმერთსა და ადამიანს შორის კომუნიკაცია შესაძლებელი ხდება. ამ ლოგიკის, ამ გონების, ამ რაციონალური აზროვნების არსებობა მიგვანიშნებს, რომ არსებობს ჩვენზე აღმატებული არსება, თანაც არამატერიალური. სწორედ ეს რეალობაა აღწერილი დაბადების წიგნში და იგი ზუსტად შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ გარშემოა. უფრო მეტიც, ლოგიკური აზროვნების არსებობა, როგორც ყველა ადამიანისთვის ერთიანი ოპერაციული სისტემა, სხვაგვარად ვერ აიხსნება თუ არა იმით, რომ იგი ღმერთმა შექმნა, რომელიც ძალიან რთული და არამატერიალურია. პირიქით, მატერიაც მას ექვემდებარება. ხოლო ღვთის მიერ შექმნილი ადამიანები ისე არიან შექმნილნი, რომ მასში ფუნქციონირება შეძლონ. აი რასწერს ფრენკ ტურიკი თავის წიგნში Stealing from God, ანუ ღმერთისგან მოპარვა. ლოგიკის კანონები რაციონალური აზროვნების ყველაზე აშკარა და თვალსაჩინო საშუალებაა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ რამეზე დასაფიქრებლად.
ისინი თავისთავად ცხადია იმ თვალსაზრისით, რომ არ საჭიროებენ წინასწარ მიგნებას, დამტკიცებას და მხოლოდ ამის შემდეგ აზროვნებაში გამოყენებას. პირიქით, თქვენ ყოველთვის მათზე დაყრდნობით აზროვნებთ. ისინი აზროვნებისთვის ისევეა საჭირო, როგორც თვალები, მხედველობისთვის. თვალების გარეშე ხედვა შეუძლებელია, ისევე როგორც ლოგიკის კანონების გარეშე აზროვნება. ყოველი აზრი, კომუნიკაცია თუ მეცნიერება მათზეა დაფუძნებული. როდესაც ათეისტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ღმერთი არ არსებობს, ისინი ამას მხოლოდ ღვთიური ლოგიკური სისტემის გამოყენებით ახერხებენ. სხვადასხვის სწორედ აქედან მომდინარეობს ანცეგნის სათაური, ღმერთისგან მოპარვა. სწორედ ამას გულისხმობს. ისინი იღებენ ღვთისას და მისსავე შექმნილ სისტემაში ცდილობენ დაუმტკიცონ, რომ ის არ არსებობს. ასეთი სისტემა მატერიის ურთიერთქმედების შედეგად ვერც არ მოიქრუნებოდა. ეს საერთოდ არ არის მატერიალური რეალობა, თუმცა მას გააჩნია საკმარისი ავტორიტეტი იმისთვის, რომ დაიმორჩილოს და თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს აბსოლუტურად ყველა ადამიანი. სწორედ ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ იმოგზაურონ და ჩავიდნენ ველურთა ტომთან და კონდეთ იმედი, რომ მათ ენას შეისწავლიან და აითვისებენ. მათი გადებაც შესაძლებელი იქნება. და რატომ? ვინაიდან არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც არ ექვემდებარება კაცობრიობის ცივილიზაციურ განვითარებას. და შესაბამისად, როდესაც ათეისტები ამტკიცებენ, რომ ღმერთი არ არსებობს, მიმართავენ და იხენებენ აზროვნების სისტემას, რომელიც ვერანაირი სხვა გზით ვერ იარსებებდა თუ არა თვითარსებული არამატერიალური ღმერთის მოქმედების გარეშე. პიროვნებისა, რომელიც ფლობს უზენაეს ინტელექტსა და შემოქმედებით უნარს. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკა, რომელიც ადამიანში ღვთის ხატების მნიშვნელოვანი ნაწილია, თავად ღმერთის თვისების ანარეკლია. რატომ? იმიტომ რომ სწორედ მასზე დაყრდნობით ხდება ურთიერთობა ღვთაების სამ ჰიპოსტასს, ანუ სამ პიროვნებას შორის. კიდევ ერთხელ დავუხსენოთ დაბადების წიგნის პირველი თავის, 26 მუხლი. თქვა ღმერთმა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად. ესე იგი, მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდას შორის მიმდინარეობს დიალოგი. ეს საუბარი შეუძლებელია სხვაგვარად თუ არა ლოგიკური აზროვნების სისტემის მეშვეობით. აქ სულიწმიდა საშუა საშუალებას გვაძლევს ოდნავ ჩავიხედოთ სამებაში არსებული ურთიერთობის მხაროში. მაშასე, უკვე ორი საკითხი განვიხილეთ. თანაც ძალიან მოკლედ, თუ ვინმეს აინტერესებს ეს თემები, შემიძლია მოგაწოდოთ რამდენიმე საინტერესო წიგნის სია, რომელიც დაგეხმარებათ ამ საკითხების უფრო ღრმად შესწავლაში. შენ მისაუბრეთ ღმერთის გამოვლენაზე და მოწმობაზე. რომ ღმერთი მოწმობს საკუთარ თავზე ბუნებაში, ის მოწმობს საკუთარ თავზე ადამიანებში და მესამე, ის მოწმობს საკუთარ თავზე წმინდა წერილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბუნებაში არსებული მოწმობა მეტყველებს იმაზე, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი და იგი ახსავსია ინფორმაციით. ადამიანებში არსებული მოწმობა მიუთითებს მორალური კანონის და ლოგიკური აზროვნების კანონის არსებობაზე და რამდენიმე სიტყვით შევჭერდეთ წმინდა წერილში არსებულ მოწმობაზე. რა თქმა უნდა, ბიბლია სავსეა ღმერთის შესახებ მოწმობებით. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბადების წიგნი ღმერთის არსებობის დამტკიცებით არ არის დაკავებული. ამის მიუხედავად, ბიბლიის ფურცლებზე არაერთხელ ხვდებით, როგორ ესაუბრება ღმერთი ადამიანებს, რომლებიც ასე თუ ისე გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდნენ მას და შეეპასუხნენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო იობი. რა თქმა უნდა, შემდგომში წმინდა წერილში არსებულ მრავალ მოწმობას შევეხებით. ამჟამად კი იობის ამ ისტორიის მხოლოდ ერთ ნაწილს გამოვყოფ. აი, ღვთის რამდენიმე მოწმობა საკუთარ თავზე, რომლებსაც ღმერთი იობს ეუბნება ამ წიგნის მეორე ნახევარში, იობი 38:4-დან 6-მდე, სად იყავი დედამიწას რომ გაფუძნებდი? მითხარი თუ გაქვს გაგება. ვინ დაადგინა მისი საზომი თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკვლები? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი? იგი აქ საუბრობს იმ ფაქტზე, რომ დედამიწას ოდესღაც ჰქონდა დასაწყისი. აი აქ ღმერთი მიმართავს რა იობს და მხისიერად უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს. პირველ რიგში ის საუბრობს ადამიანთა უკიდურეს შეზღუდულობაზე, ჩვენს შეზღუდულობაზე დროში, ჩვენს შეზღუდულობაზე ცოდნის სფეროში და ზოგადად ჩვენს შეზღუდულობაზე, ამგვარი ძლავრი კონცეფციების გააზრების უნარში. მეორე ის აქ საუბრობს იმაზე, რომ დედამიწას ოდესღაც ჰქონდა დასაბამი. სად იყავი დედამიწას რომ ვაფუძნებდი? იძახის იგი. მესამე, ღვთის ეს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ღმერთი იმდენად ძლევამოსილი და ყოვლის შემძლეა, რომ მან ყოველივე ეს შექმნა, ჩაუყარა საფუძველი და დაადო ქვაკუთხედი. ასევე იობის წიგნის სხვა ნაწილში ნათქვამია, რომ მან დედამიწა არაფერზე დაკიდა და ეს საფუძველი უსაზღვროდ საოცარი გზით შექმნა. სხვათა შორის, როგორც უკვე აღვნიშნე, იობის წიგნი ყველაზე უძველესი წიგნია ბიბლიაში და ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, რომ დედამიწა არაფერზე ეკიდა. შემდგომ ღმერთი სამყაროს საიდუმლოებებზე საუბრობს. თავი 38 მუხლებით 19-დან 20-მდე. სად არის გზა,
სინათლის სამკვიდრებლისკენ და სად არის ადგილი წყდიადისა. ნამდვილად მიგიღწევია მის საზღვრებამდე და იცი მისი სახლის ბილიკები. და ეს სიტყვები, ეს ერთგვარი სარკაზმია, როდესაც ღმერთი ადამიანს მიმართავს. მან იცის, რომ ადამიანი სრულიად უუნაროა ცოდნის ასეთი დონის ასათვისებლად. სად არის გზა სინათლის სამკვიდრებლისკენ? ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამყაროს საიდუმლოებები, რომელთა ამოხსნაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ. ასეთი კი უამრავია. შემდეგ იგი სამყაროს მართვაზე საუბრობს. წავიკითხოთ 31 მუხლი. თუ შეკრავ თანავარსკვლავედის საბელებს, ან თუ გახსნი საბელებს ორიონისას, ასე რომ ის თანავარსკვლავედებზე საუბრობს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის იმაზე საუბრობს, რასაც სამყაროში ვხედავთ. სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესოა. ფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო ღმერთმა სამყარო ასე შექმნა, არის ის, რომ ძირითადი მოვლენები დედამიწაზე ხდება, მაგრამ დედამიწა სადღაც სამყაროს გარეუბანშია. ანუ ის სამყაროს ცენტრში არ არის. ეს უდავოა. პაწაწინა პლანეტა სადღაც ასეთ შორეულ ადგილას. მაგრამ როდესაც დღეს ვუყურებთ და ვაკვირდებით ამ ვარსკვლავებს, თანავარსკვლავედებს, გალაქტიკებს და ასე შემდეგ, ყოველივე ეს ღმერთმა იმისთვის გააკეთა, რომ ჩვენ მისი სიდიადე დავინახოთ. რათა გაგვეგო თუ რაოდენ უსაზღვრო, რაოდენ ძლევამოსილი და ძლიერია იგი. გადავიდეთ 36 მუხლზე, სადაც იგი გონიერების წყაროზე საუბრობს. ვინ ჩადო სიბრძნე გულის სიღრმეში და ვინ მისცა გონებას გაგება? ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ჩვენ გვაქვს ტვინი, მაგრამ ამ ტვინში ოპერაციული სისტემაა. არის გონება, არსებობს რაციონალური აზროვნება. იგი კითხულობს, და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა? დასასრულს ღმერთი საუბრობს თავის ძალასა და ხელისუფლებაზე. თავი 41, მუხლი 2. მის აღძურას ვერავინ ბედავს, თუ მე ვინღა დამიდგება წინ, ვისი რამ მართებს რომ გადაუყადო, ყველაფერი ჩემია ცის ქვეშეთში. ყველა ეს მოწმობა თუ მტკიცებულება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ღმერთი ჭეშმარიტად თვითარსებულია და ნებისმიერ გონიერ ადამიანს ამ მტკიცებულებების გათვალისწინებით შეუძლია ამ დასკვნის გამოტანა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხედავს, მაგრამ არ აღიქვამს. ესმის, მაგრამ არ ისმეს. ამის მიზეზი კი მათი სიამაყე და ღმერთის წინაშე თაყვანისცემის სურვილის არქონაა. სწორედ ამიტომ ამბობს რომაელთა 1:21, რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. ამრიგად, დაბადების წიგნი წარმოგვიდგენს მარადიულ, თვითარსებულ ღმერთს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება იმას, რასაც ბუნებაში ვხედავთ, ბუნების, ადამიანებისა და წმინდა წერილის მტკიცებულებებში. ეს ღმერთი განსაზღვრავს ყოფიერების რეალობას. იგი არის სიცოცხლის უზენაესი მბრძანებელი და მის წინაშე ყველა ადამიანი პასუხს აგებს. სულს დავასრულო ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან სიტყვებით. მე-11 თავი, მე-6 მუხლი. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა. ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუძღავს მის მაძიებელს. მუხლი მოვიყაროთ და ვილოცოთ უფლის წინაშე. უფალო ღმერთო ჩვენო. დღეს ჩვენ ვართ სუსტი, ცდომილი ადამიანები, არასრულყოფილი გონებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს უნარი გავიგოთ ის, რაც შენ გაგვიმხილე. მადლობას გიხდით, მამაო, შენი მოწმობის სიუხვისთვის. მადლობას გიხდით იმაზე, რომ შენ უხილავმა, განუზომელმა, მიუწდომელმა იზრუნე იმაზე, რომ გაგვიმხილო თავი, რათა შეგვეძლოს ვიხილოთ, გავიგოთ, მივიღოთ შენი არსებობის რეალობა და პრაქტიკულად მოგენდოთ შენ. მამაო, დღეს გთხოვ, რომ ააღორძინო რწმენა იმ უამრავ ადამიანში, რომლებიც ჯერ კიდევ არ გიცნობენ და რომლებიც კვლავაც ცდილობენ საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ ისინი თავად არიან ღმერთები, რომ მათ თავად აქვთ პასუხები ყველა კითხვაზე. უფალო, გთხოვ, რომ დღეს იმოქმედო და გამოიყენო ეს სიტყვა იმისთვის, რომ ადამიანთა გულები მოიდრიკოს შენს წინაშე. უფალო, გევედრები ყველასთვის. გევედრები ყველასთვის, ვისაც რწმენა აქვს. გააძლიერე ისინი, უფალო. დაეხმარე, რომ მათი ეს საფუძველი მტკიცე იყოს. დაგვეხმარე თითოეულ ჩვენგანს, რათა შენი თვითმყოფადობის, შენი ძალის, შენი მარადისობის გაგებამ ნამდვილად განსაზღვროს ჩვენი ცხოვრების აზრი და ხარისხი. ჩვენ მოგენდობით შენ, უფალო, და ვიმედოვნებ შენზე. ვიცით, რომ მხოლოდ შენ ხარ ყოველის სიცოცხლის წყარო. გევედრები, უფალო, რომ განაგძო ამ სიცოცხლის გადმოღრა ჩვენს გულებში. გმადლობთ ყველაფრისთვის, უფალი იესო ქრისტეს სახელით. ამინ.